თავარია პირველი რაუნდი გაძლევს მერაბმა და აი გამორიცხულია ომარმა რომ მოიგოს ეს ჯგუფით, მაგრამ არ მგონი. აი ისლამი, ხაბიბა ძალიან ჯიგარი ტიპები არიან და სხვა შორის რამდენჯერაც მოგვიწია საუბარი, აი სულ ძალიან დადებითად საუბრობენ საქართველოზე. სპარინგებზე მოვაძმაო. ხელსაყრელს გაიკეთებს. თავს გაიკეთებს. დაიღრიალებს და გახურდა შევა. Best country Georgia. Let's go, man! The Fight Hop Podcast. მოგესალმებით Fight Hopper-ებს. ნოსტალ გიორგი სართანია რომეო 50 ცენტერაძე. ჩვენი პირველი ეპიზოდია 2025-ში ჩვენ აქ ვართ და გილოცავთ ყველას ახალ წელს რა თქმა უნდა და დავახლოვდა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის დრო მოდის ახლა ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართულ MMA-ისთვის, მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი და დღეს იქნება ძირითადად ეპიზოდი ამაზე, მაგრამ აი რომის აქ პატარა სურპრიზი ჩვენთვის და მარტო არ ვიქნებით დღეს და აჰა, სურათში უკვე ჩანს რა, ისე არ გამოდის რომ რაღაც სურპრიზი გამოვიდეს და ალბათ ხვდებით დღეს რა კაცი შემოგვიერთება ჩვენ. აჰო, დღეს გვინდოდა, ესე იგი, რაც ეს მიტინგები დაიწყო, რამოდენიმე ეპიზოდი ჩაწერილი მქონდა და ნელ-ნელა გამოვუშვით, აღარ ჩავწერეთ არაფერი, იმიტომ რომ ცოტა ისე ნერვიულობდით, ორივე არ ვიყავით ჩაწერის ხასიათზე და უბრალოდ ძველ ეპიზოდებს უშვებდით ჩაწერილებს უფრო სწორად. ამ ეპიზოდამდე ზუსტად დაიდება ჩვენი მომავალ ჩემპიონებთან, გიორგი პოლადიშვილთან და გოგა ქისტაურთან ჩაწერილი ეპიზოდი. გირჩევთ რომ ყველამ ნახოთ, ახალგაზრდა ბიჭები არიან, დიდი პოტენციალი აქვთ. Pandel დღეა ნეგენი ქართული MMA-ს და დღეს გვინდოდა რამე განსაკუთრებული დაბრუნებული ყავით, იმიტომ რომ თემა განსაკუთრებულია, ძალიან დიდი ბრძოლა ქართველებისთვის, ეს ყველაზე დიდი ბრძოლაა საქართველოს MMA-ს ისტორიაში და გვინდოდა რომ ზვიათთან და ლევანთან ერთად დაბრუნებული ყავით, იმიტომ რომ ეგენი უკვე დიდი ხანია იქ არიან ვეგასში მერაბთან, ყოველდღიური შეხება აქვთ და ვინ თუ არა ეგენი დაგველაპარაკებოდნენ კარგად, მაქსიმალურად დეტალურად, როგორ მიდის ყველაფერი, კულისებს მიღმა, თქვა კამერების მიღმა, მაგრამ ნუ ლევანს არც ალია დღეს სამწუხაროდ. და მაგრამ ზიკო შემოვა ახლა ჩვენთან არის ზვიად ლაზიშვილი. და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებზე ვისაუბრებთ და ჩემი აზრით კაი გამოვა რა. აი ახლა წუთი-წუთზე შემოვა, ჩვენ მანამდე შევახსენოთ ხალხს რა, რომ ჩვენ არა მარტო YouTube-ზე ვარსებობთ, ასევე Spotify-ზე და Apple Podcast-ზე მოგვეცით 5 ვარსკვლავიანი შეფასება, მადლობლები ვიქნებით ჩვენ და დარჩით ჩვენთან. აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ძალიან ბევრი ვინც გვიყურებს არ იწერს, ვისაც ნანახი აქვს შოუ. თუ ერთხელ გვიყურეთ და არ მოგეწონათ, მეორე შანსი მიეცით შოუს, იქნება მომდენო ეპიზოდი მოგეწონოთ. და გამოწერა უფასოა რა, დალაიქებაც უფასოა, ძალიან გვეხმარება. სასარგებლოა შოუსთვის ეგ და თუ დაგვეხმარებით ჩვენც არც თუ ისე იოლ პირობებში გვიწევს აი ამ ყველაფრის კეთება, უკვე რამდენი წელია. და თუ დაგვეხმარებით, კარგი იქნება რა, დიდი მადლობელი ვიქნებით. თუ არა და ვინც ხართ ჩვენთან ერთად უკვე კაი ხანია, ყველას გინაცვალეთ რა. რა შევ შენ როგორ ხარ ვაფშე? ბიჭო, რავი, აბა, უკვე მესამე კვირაა მგონი, რომ ჩხუბები არ არის რა. ზიკო მომწერა, ეხლა ვიწერა აფსო. ხოდა ჩვენ გავაგზავნოთ რა. ანუ სანამ შემოვა რა. ბიჭო, მესამე კვირა არის, ჩხუბები არ არის, ხოაზე ხარ. მაგრად ეხავს თან ცხოვრება ყოველდღიური, ხოაზე ხარ. შეიძლება ბევრისთვის ისეთი არის, რომ repetitive, რა სულ რომ მეორდება ყველაფერი, ხო გესმის რა და ანუ ჩვენაც გვაერთიანესებს სიყვარული არის ამ სპორტის, ამ კომბატ სპორტის MMA-ის, რა თქმა უნდა, საქართველოს და ანუ ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება რა, ანუ ეს
დიდი ჩხუბები და რა თქმა უნდა ამ ბრძოლას ველოდები გიჟივით უკვე რამდენი ხანია რა და ძალიან ბევრი რაღაცეები ხდება ხო ახლა იქ უკან საუბრობები რაღაც ჭორაობები დრამები და რაღაც ხო ახლა ამ ბრძოლაზე რა და რავი ბევრი საინტერესო ასპექტი არის ერთ-ერთი ის რომ მერაბი არის ძალიან დიდი ანდერდოგი და რატო ფიქრობ რომ ესე არის ანუ ძირითადად იმიტომ რომ დაუმარცხებელია თუ სახელით ყველაფერი თუ რამე არის კიდე რამე სხვა ასპექტი რახან რატომაც მერაბი არის ამ ხელა ანდერდოგი ხო ნუ ბევრი ჩემი ბევრი რაღაცა შეიძლება დასახელოს ამის მიზეზად რატომაც არის მერაბი ანდერდოგი ბევრი რაღაცა მიზეზი ამისი არსებობს ესეთი რაც შეიძლება თვითონ ისი მოსმენა შეიძლება თვითონ მერაბსაც არ ესიამოვნოს გამიგე რომ თქვა ახლა ან თქვა ჩვენ ან სხვა რო თქვას მაგრამ მაინც მთლიანობაში ძირითადი მიზეზი ალბათ მაინც მისი დაუმარცხებელი რეკორდი და მისი გვარია მაინც ალბათ რა ეს არის რაც ყველაზე მეტად ამკრივებს აი ამ მისი ფავორიტის სტატუსს ამ ბრძოლის წინ თუმცა ამავდროულად კიდე სხვა რაღაცებიც არის რის გამოც ამ ბრძოლაში მერაბი ანდერდოგია მიუხედავად იმისა რომ კამარი მას აქვს და ჩემპიონია მაგრამ ამას ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ ისტორიულად როცა ჩემპიონს ამხელა კოეფიციენტი აქვს ხო მე ახლა არ ვარ მოთამაშე იცი შენ არ ვდებ მე ფულს და არ ვთამაშობ მაგრამ ისტორიულად და სტატისტიკურად როცა ჩემპიონს ამხელა კოეფიციენტი აქვს და ასეთი ანდერდოგია და ჩალენჯერს ამხელა უპირატესობას აძლევენ ბუკმეკერები ხო წინასწარ ეგ ყოველთვის თავდება კრახით და ყოველთვის ჩემპიონი ინარჩუნებს კამარს ყოველთვის შეიძლება ხომ ნათქვამია მაგრამ ძალიან აი მაგალითად რომი რამდენი ჩემპიონი გახსენდება რომელსაც ანუ კამრის აღების შემდეგ ტიტულის დაცვა საერთოდ არ აქვს რა ძალიან ბევრია ეგეთი თუ ხო და ანუ რაპონში იძახი მაშინ რამდენი ჩემპიონია რომ აუღია მაგრამ ტიტული არ დაუცავს ხო ძალიან ბევრი შემიძლია 10 უცებ დაგისახელო მიდი აბა ჩამოთვალე რა კამო ჩაკლიდო დაკარგა ჩაკლიდოს ჰქონდა ლაით ჰევივეიტში მახსოვს 4 დაცვა და მე რო დაკარგა ტიტული მაგის ტიტული გადადიოდა ხელიდან ხელში დიდი ხანია ჯერ შოგანს ჰქონდა მე რეფორმას ჰქონდა რა ქვია რემპეიჯს ჰქონდა არ დაუცავს ფორესტ გრიფინს ჰქონდა არ დაუცავს ლიოტო მაშიდან ერთხელ დილს დაიცვა მგონი ვიტორ ბელფორტს ჰქონდა კონა მაკგრეგორ ო ამდენიც გინდა იმდენია კაცო ეგეთი ჩემპიონი რომელმაც მოიგეს მაგრამ ვერ დაიცვეს ზოგი ისე იყო მაგალითად არც დაუცვია წავე მარიო ბუსტამანტე იყო მე მგონი პირველი თუ მეორე ჩემპიონი იყო UFC-ის ისტორიაში 185 ფუნტში რომელმაც მოკიდა თავის კამარს ხელიდან მე მგონი ვაფშე წავიდა ორგანიზაციიდან და წააგო მე მგონი პრაიდში წავიდა ძალიან ბევრი ეგეთი ჩემპიონები იყო პრეცედენტები რომლებიც ერთხელაც კი ვერ იცავდნენ კამარს რა და მეორე ისიც არის რომ იძახიან რომ ეგ ხშირად გამიგია და საიდან მოდის შენი აზრით რომ იძახიან რომ ჩემპიონი როცა ხდები მე უფრო გემატება ძალა და ძალა იცი მაგრამ ანუ ჩემპიონობის მე თითქოს უფრო მაგარი ხდება მებრძოლიო და ეთანხმები ამას თუ არა არა რა თქმა უნდა გემატება თავდაჯერებულობა გამიგე ნუ ეგეც ხო ძალა არის რაღაცნაირად ანუ ფიზიკურად არ ვიძახი უკეთეს მებრძოლი ვერ გახდები სკილებით მარტო იმის გამო რომ კამარი გაქვს უკეთეს მებრძოლს ხდის თავდაჯერებულობა კონფიდენსი იმიტომ რომ კონფიდენსი თავდაჯერებულობა გაგებინებს ხშირად ბრძოლას ძალიან დიდი ფაქტორია ეს უბრალოდ ზოგჯერ ადამიანები მოგინახავს მაგარი მებრძოლია გამოდის აჩქარად ნიჭიერია ტალანტი აქვს მაგრამ სასხლეზე გამოუკრა თითის უჭირს ზოგჯერ რა იმიტომ რომ თავდაჯერებულობა აკლია და რაც გაძლევს თავდაჯერებულობას რაც უნდა იყოს შეიძლება ჩემპიონობა გაძლევს და შეიძლება ან ერთი ან მეორე რა ვიცი 1000 ყველას თავისი ის აქვს ზოგს მაგალითად ჩემპიონობა თავდაჯერებულობას მატებს და მე უფრო მაგარი ხდება ამის ხარჯზე ანუ იჯერებ რომ იმაზე უფრო მაგარი ხარ ვიდრე რეალურად ხარ და ეს არის ზუსტად ერთ-ერთი ფსიქოლოგია მებრძოლის და სიგიჟე ამაში ამ ყველაფერს ზოგს კიდე ჩემი აზრით პირიქით
წნეხი იზრდება ჩემპიონობასთან ერთად და უფრო ის ბოჭება და უფრო თავისუფლდება, როცა კამარს კარგავს რა. ეგეც გამიგია მებრძოლისგან, რომ აი კამარი ხელა წნეხი იყო ჩემთვის და ისეთ იმას გძნობდიო პრეშერს ხო? სამოვისუნთქე თითქოს რომ კამარი რომ დავკარგეო რა. კი, მაგრამ ეგეთი მერე ძალიან იშვიათია, რომ კამარი დაიბრუნოს რა, საერთოდ რა, ჩემპიონმა. კამრის დაბრუნება ძალიან იშვიათია, ეგ მართლა იშვიათობაა და ძალიან ცოტას თუ გამოსვლია ეგეთი რაღაცა რა, კამრის დაბრუნება. TJ Dillashaw დაიბრუნა. დომინიკ კრუზმა დაიბრუნა. ჟოზე ალდომ დაიბრუნა. მგონი მაქს ჰოლოვეიმ დაიბრუნა. ნუ ჯონ ჯონსმა დაიბრუნა, მაგრამ არ წაუგიო ბოლო დისკვალიფიკაცია ჰქონდა. კეინ ველასკესმა დაიბრუნა. რენდიმ დაიბრუნა? არა, რენდიმ უბრალოდ სხვა ორ კატეგორიაში მოიგო. თუ არა, რენდიმ დაიბრუნა. 90-იან წლებში მოიგო heavyweight-ის კამარი. მერე light heavyweight-ში ჩავიდა, იქაც მოიგო. და მერე 45 წლისა დაბრუნდა და ისევ მოიგო heavyweight-ის კამარი. ზოგ რენდიმას დაიბრუნა, ქეთრომან ლეგენდაა რენდი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მებრძოლია. მაგრამ ცუდი მაგალითია ბერისის, იმიტომ რომ რენდის რო უყურებენ მებრძოლები, რენდიმ თუ იჭყუა 45 წლის ასაკში მეც შემიძლია რენდიმ იჭყუა 45 წლის ასაკში თან კამარი მოიგო UFC-ში. მაგრამ რენდი არის განსაკუთრებული ადამიანი რა, ასე მაგას რო შეუყურებ, მაგი ეგ ცუდი მაგალითია რა. ანუ მაგ პონჩი არ უნდა სახიფათოა ეგეთ ხალხზე გაყოლა, იმიტომ რომ ეგ არის განსაკუთრებული მონაცემების მქონე ადამიანი, კაცმა გული შეტევა მიიღო, წარმოიდგინე და საავადმყოფოში ფეხით მივიდა, თავისი ფეხით. იმენა ფეხით მივიდა. შეეკითხეს ახლა სხვათა შორის Randy Couture's რას ფიქრობთ რა UFC 311-ზეო და მასლა არ ვიცი, ადაჟე არ ვიციო, ვინც კარგად არ ვიცი, ვინ არ ვიცნობო რა. ჩემთანაც არ ვარჯიშობენო რა და ისე გამოვიდა რომ თვითონ დიდი ჰაიპი არ გაუკეთა რა და შეიძლება მართლა არ იცის და არ უყურებს ახლა აქტიალურად რა. ჯერ ერთი რენდი PFL-ში მუშაობს და რა თქმა უნდა თავს შეიკავებს მაქსიმალურად იმისგან რომ გაუკეთოს UFC-ს რამე პრომოუშენი, თუმცა არ ჭირდება ძალიან დიდი წილი აქვს რენდის შეტანილი UFC-ში და დღესდღეობითაც ძალიან დიდი წილი აქვს. რამდენი მებრძოლი არის UFC-ში? ანუ მარტო მაგის ჯიმიდან რო აიღო მებრძოლები და რო გამოთიშო ესენი UFC-დან ძალიან ბევრს კარგავს UFC რა. განსაკუთრებით დღესდღეობით ერიკ ნიქსი კი რასაც აკეთებს, იმენა მართლა ძალიან მაგრამ იყოს. ო, არა, მაგ როგორ არის ახლა რენდი 100 წელი ვარ ეტყვის და ვერც ეტყვის ვერავის თავის დარბაზში ვინც ვარჯიშობს UFC-ში რა, რატომ უნდა უცხოს რენდის ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს მებრძოლისთვის, ნებისმიერი მებრძოლისთვის, MMA-ის მებრძოლისთვის UFC-ში ბრძოლა. უბრალოდ აქ მაგას და დეინას შორის არის პირადი განხეთქილება, გაიგე? და ამიტომ კაცია ლეგენდა UFC-ის, კონკრეტულად UFC-ის და UFC-ის ივენთებზე შესვლის უფლება არ აქვს. იმდენად მწვავეა მაგას და UFC-ის შორის კონფლიქტი. რატო და როგორ ახლა ამის დეტალებს ადრე მისაუბრია ამაზე და აღარ ჩავყვები. მაგრამ ხო, ნუ შეიძლება ამიტომ შეიკავო თავ დარწმუნებული ვარ უყურებს ივენთებს და ეგრეთ რომ არ იყოს და არ უყურებდეს მაგას ახლა იმდენი საქმე აქვს PFL-ში და ზოგადად PFL-ს ისე აქვს საქმე და ისეთი პრობლემები აქვს და ისე არეულდარეულები არიან, ვაფშე არ გამიკვირდება თუ ვთქვათ არ იცლის და ვერ იცლის იმისათვის რომ სხვა პრომოუშენებს უყუროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ თავიანთი რა. ბიჭო მოდი რა დაუბრუნდეთ, ანუ უფრო თემას დაუბრუნდეთ, რაც აი ყველა მართლა მაგას ელოდება და რატომაც დღეს ვართ აქ რა. და შევხედოთ რა. ტელეფონს არ ვიცი რა დაემართა ამის ტელეფონს. მაგან გაგუჩალიჩა მგონი. არა, მოვდივარო რა ტელეფონს. ბიჭო, iPhone-ს არ ყიდულობს, გაიგე, Android-ით დადის ბონძღე Android-ით და ვეუბნები, არ გინდა მეთქი, მაგრამ არ შვება და აჰა. ერთი ტელეფონი უნდა უყიდო რა. რომ იაროს ნორმალური ტელეფონით. ბიჭო, ბოლოს მგონი ახსენე ერთხელ რამე და მინდა რომ კიდე შევეხო ამ თემას რა. მე ძალიან მევასება, მაგრამ მომწონს
აი რაც გავიგე მისი საუბარი და მიდგომა უმარის ამერიკელი კოუჩი ანუ მექსიკელი ხო ხავიერ მენდესი რა ძალიან მაგარი კაცი არის და აი მართლა არაფერი არ ეშლება ჩემი აზრით აი შეფასებაზეც რა თქმა უნდა ხა მისი ცნელი იტყვის რომ უმარი მოიგებს და რაღაც მაგრამ ძალიან კარგად ისაუბრა მერაბზე რა და ბიჭო ხალხი გამოდის კიდე რა და მე ბოლოს ერთი ტვიტი გავაკეთე რა ალბათ ნახე შენ რა რომ ბევრი კაჟუალები და ვინც ხშირად იციან წერები და ის რა ხოაზე ხარ რომ აუ მერაბიო ვერანაირ ასპექტში არც ერთ ასპექტში არ ჯობია უმარსო რა ну რა თქმა უნდა კარდიო მაქედან გამოთიშულია რა იმიტომ რომ ეგ ფაქტი არის რა მაგრამ ანუ სტრაიკერი უფრო მაგარი არისო უმარიო და ჭიდაობაც უფრო მაგარი აქვს რა და მე უსმენდი იმას ხავიერ მენდეს რა და მე რა თქმა უნდა არ დავეთანხმე და მე მერაბი უფრო მაგარ ჭიდაობის უპირატესობას მერაბს ვაძლევ მე რა და ჩემი აზრით რა და თვითონ ხავიერ მენდესი იძახდა რომ ერთადერთი რაც ააქო ჩვენზე ოდნავ უკეთესიო ჭიდაობა არისო რა და ანუ თვითონ თავისი კოუჩი იძახის ამას გაიგე striking wise is not as dangerous as Umar but wrestling wise he has a slight better wrestling than we do I believe and but Umar's got his takedowns too it's not like ანუ ვინმე ხო არ აძალებს ხო ანუ თავისი კოუჩი არ იტყუება და იძახის მერაბის რა აქვს ოდნავ უკეთესიო ისე კი არა რაღაც ნახა რა უნდა ეთქვა მაგრამ თვითონ თქვა რომ ჭიდაობა აქვს უფრო მაგარიო და ბიჭო რა მგონია იცი რომ რახან ნურმაგომედოვი არის გონიათ რომ რახან დაღესტანელია ანუ ავტომატიურად უნდა იყოს ყველაზე მაგარი მოჭიდავე რა და ბიჭო ბევრმა არც იცის ეხა საქართველოს და არ ვიცი რატო გონიათ ეგრე რომ მაგალითად ჩვენი ჭიდაობა საქართველოს ჭიდაობა არის ყველაზე ძლიერი ასპექტი ჩვენში და არა ოლიმპიადაზე და ბევრჯერ მოგვიგია მაგათთვის და კიდე მოუგებ და მე მგონია რატო ვახსენე ეს რომ მე მგონია რომ მერაბის ბევრად უფრო კარგად გამოუვა ჭიდაობა ეხლა უმართან ვიდრე ჯოზე ალდოსთან მე თახმები თუ არა ჯოზე ალდოსთან ზოგადად ჭიდაობა არავის არ გამოსდიოდა ასე რომ აი არ არის გასაკვირი უმარი თუ გადაიყვანა მერაბმა მაშინ როცა ვიღენზო რომ ჟოზე ალდო ვერ გადაიყვანა ჟოზე ალდოს აქვს ალბათ ისტორიულად მარტო სტრაიკერებს კი არა ზოგადად თელ ყველა მებრძოლს რო შევხედოთ ხაბიბ ნურმაგომედოვიც კი რო ჩავრთოთ აი ამ იმაში შეიძლება ხაბიბზე უფრო უკეთესი ტეიქდაუნ დიფენსი ქონდა ჟოზეს რა შეიძლება არ ვიცი შეიძლება ვწდები მაგრამ მე ესე მახსოვს იმიტომ რომ აი ძალიან თითქოს რეზინის თეძოები ქონდა ტიპს რა აი ვერ გადაიყვანდი რა თუ გადაიყვანდი ეგრევე წამოგიხდებოდა კაუჩუკივით იყო რა ჩედ მენდესი რა ვიცი მერაბი ძალიან ბევრი მაგარი მებრძოლთან ერთი მაქს ჰოლოვემ წააქცია და ვერ აღარ ააყენა მახსოვს მაგათ პირველ ბრძოლა თორე როგორც ესეთი როზიალდოს ტეიქდაუნ დიფენსი ლეგენდარულია და უსწრებდა დროს თავისას ასე რომ კი მე არ გამიკვირდება ხა არანაირად მერაბმა უმარი თუ გადაიყვანა გამიკვირდება თუ დიდხანს გააკონტროლებს იმიტომ რომ მერაბ ზოგადად კონტროლის კონე მებრძოლი არ არის და არ აკონტროლებს ააყენებს მე ისევ გადაიყვანს და ამით ანგრევს და ტეხავს თავის მოწინააღმდეგეს მაგრამ გადაყვანით რომ გადაიყვანოს ეგ არ იქნება არანაირად გასაკვირი და შეიძლება ხავიერ მენდესი უბრალოდ გულახდილი იყო ამ კომენტარში რო თქვა ან შეიძლება უბრალოდ რაიმე უნდა რომ აფიქრებინოს რომ აი რაღაცა აფიქრებინოს და რაღაცა ფოკუსს ატარებს არ არის ეგეც გამორიცხული რაღაც ფსიქოლოგია თამაშება მერავს აი მაგაზე მე არ მიფიქრია საღოლ შენ შეიძლება ეს იყოს ისა trap setting trap ხო ანუ მახეს უგებს რომ მოდი გვეჭიდავეო ეგ უნდა ხო პირიქით ანუ შენ არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ თქვა ძმაო ბრძოლა იწყება ჩანიშნის დღიდან იწყება ფსიქოლოგიური თამაში გრძელდება ეს მე ეს ფსიქოლოგიური თამაში ფაქტიურად პიკს აღწევს უკვე აწონვებზე და მე უკვე შიგნით ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემების გადაწყვეტის ეს პროცესი მიდის უკვე რა ხო და შეიძლება ეგ მაგის სტრატეგიის ნაწილია თუმცა ხო ხავიერ მენდესი
მეც ყავს ესე ახლოს ნანახი და ესეთი კაცი ჩანს ზამ უბრალო და ესეთი რაღაცნაირი რა, აი ქართველი ბიძაკაცები ვარიან ჯიგრები რა. ყველა მებრძოლს რაღაცნაირად რო უყურებს თავის შვილას შვილებით ესეთი ტიპია და არ უნდა ცუდი არავისთვის გამიგე ხო და აჰა, აი ეხლა შემოგვიერთ და ატიოსნად შვილივით ვინც გიყურებს ის ადამიანი გასავით მიყურებს. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Kartvelians. დღეს ჩვენი სტუმარია აჰა, მურზაყან ჩოლოყაშვილი. ეს ქართველი კაცი. ეს ქართველი კაცი. შვებით შემოძმებო და მეგობრებო. ზვიად, როგორ ახარ? როგორ მოგვენ მე მომენატრე ეს ამისას ვერ გეტყვი რა. ბიჭო, ეხლა ეს თელი ეპიზოდი ესე უნდა იქანაო ძმა? მე ვარჯიშობს მაო და რა ვქნა, ცუდ დროს დამიწირი. ვიღაცას მაგრად. ესე იგი, ზიკოც ემზადება ხალხო მინდა გითხრათ, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით რისთვის, მაგრამ კაი რაღაცისთვის. შეგიძლია თქვა, აფე უკვე შეიძლება. ბიჭო, მე შენს მენეჯერს ვისაუბრე, ესე მითხრა, რომ კონკრეტულად ნუ იტყვიო მთლად და რა ვიცი. რავი. ვიყოს ეგრეში. ამიტომ რავი თავში, მაგრამ კაი რაღაცა იქნება, საინტერესო რაღაცისთვის ემზადება, საინტერესო ტურნირისთვის და მალე დაანონსდება ალბათ. ისე ჯერ კონკრეტულად მოწინააღმდეგე არც ვიცით ხო ზიკო? არა, იანვრის ბოლოს გვეცოდინება ბრეკეტები და ხო, ნუ მინიმუმ მითხრა რომ GFL-ში რო არისო, ეგ შეგიძლია ვთქვაო, მაგრამ დარშე უკვე აღარ იბაზროო რა და GFL-ი არის ესეთი ახალი ორგანიზაცია, სადაც ძალიან ბევრი UFC-ს ლეგენდარული მებრძოლი არის, უკვე მოვაწერეს ხელი და ზვიად ლაზიშვილიც სავარაუდოდ მანდ იბრძოლებს ძალიან მალე რომელიმე მაპატიეთ რა. ძალიან ხო მაპატიე, რაღაც მესიჯი მქონდა გაიმეორე ძმობას გაფიცებ one more time. ძმობას ბიჭო, GFL-ი არის ახალი ორგანიზაცია შეიქმნა Global Fight League. ზიკო არის GFL-ში და ველოდებით მოწინააღმდეგეს რომელიღაცა UFC-ს ვეტერანთან მოუწევს ბრძოლა რა. აუ, რა მაგარია ზვიად, გილოცავ. რამდენი ხანი გელოდები ზვიად რა და ბიჭო, მე ძალიან 4 წელი გავიდა ხო, რაც ბოლოს გნახეთში. 3 წელი გავიდა. ბიჭო, ვერ ვარჯიშობდი რა, ეს კარჩე. იყო მომენტები, რომ ეს გამივლიდა ეს წელი, ყურნალობდი და მეგონა რომ გადაიარა, როგორც დავბრუნდებოდი ვარჯიშს. ეგრევე მიმბრუნდებოდა ტკივილები და ისევ მიწევდა შეწყვეტა რა ვარჯიშების და ეხა მერთმადლობა უკეთესად ვარ და იმდენს მივახციე რომ აი ყოველ დღე შემიძლია ვარჯიში. თან გადმოვედი ვეგასში, მე რაბის დარბაზში ვარ, ერთად ვარჯიშობთ ყოველ დღე, ხო და უკეთესობისკენ არის რა, მთავარია რომ ეხლა რამე ტრავმა არ მივიღო და კარგად ბოლომდე მივიდე. ორგანიზმი უკეთესად და უკეთესად მომწვება ყოველ დღე რა შემიძლია უკვე რომ უში მივიდე რა აქამდე მაქსიმალურ მსუბუქად ვარჯიშობდი არ ვაძლევდი ასე ვთქვათ დიდ push-ს რომ კიდე რას ტრავმა არ მიმეღო იმიტომ ორგანიზმი მაინც მზად არა ახლა 3 წელი რო არ გივარჯიშია წესიერად მოხდები ყოველ დღე ჩხუბი კვირაში 3 ჯერ სპარინგი ორგანიზმი ვერ უძლებს ხო და ნელა შევაპარე რა და ეხლა ძალიან კარგად ვზნობ თავს მართლობა ხო და ნახოთ რა როგორც კი დაინიშნება და ბრძოლა თარიღი გვეცოდინება და მოწინააღმდეგე ეგრევე ვიფრინავ ვეგასში რა მაშ GFL-ზე ძალიან ბევრი ხმაური არის ხო ამ ბოლო დროს და ძალიან დიდი სახელები აიყვანეს რა ძირითადად ვეტერანები რა ვინები არიან Tyron Woodley-ს ან მანდარი ხო მგონი რომი და ბევრი UFC-ს ვეტერანი აიყვანეს და ბიჭი კონცეფცია ძალიან კარგია გუნდური როგორ რაღაც აქვს იცი აი მაგალითად რო შეადარო ფეხბურთის გუნდები რა აი მაგალითად ბარსელონა ან ის არა რეალ მადრიდი და ბარსელონა რო აიღო თქვა
თუ რომელიღაცა ფეხბურთელი რომელიც ვარსკვლავია და ამთავრებს კარიერას რეალ მადრიდი დარჩება რეალ მადრიდად რა და ანუ იდეაში იგივე რაღაც გაკეთება უნდათ რა აქ სავარაუდოდ ალბათ წლების მერე ან ცოტა რომ განვითარდებიან თუ განვითარდებიან შეიძლება გაყიდონ კიდეც ეს გუნდები და ეგ კლუბური თემა გაიჩითოს რა ანუ იდეა ძალიან მაგარი აქვთ როგორც ჩანს ძალიან დიდ პლუსს დებენ იმიტომ რომ ძალიან სოლიდურ თანხებს იხდიან რაც იშვიათია როცა ახალი ორგანიზაცია იქნება ეხლა ნახე რამდენი კაცი მოგწევს პრობლემას ეს ხეო ბიჭო მე გასწავლი თუ გასწავლი ეგეთ რაღაცებს და ვერ ისწავლა ტიპმა ყველას ფულს აძლევს ვინ ხდება რა ჩემი არა უკვე ხო შვილი რო გაგიშტება მე უკვე უნება აღარ ეკაცი რომ ოჯახი და ბოლოს ანუ აი hard sparring-ი თუ ქონია როდის იყო რა მაინტერესებს hard sparring მქონდა ალბათ ერთი 3 თვის წინ გოგასთან გოგა გელაშვილი პროფესიონალი ბოქსერი რო ყავს ქუთაისელი თავიდან დავიწყეთ პირველი რაუნდი არა ისო ნელაო სპარინგოთო ტექნიკურათო და ხო ეს ბოქსერები როგორ არის ტექნიკურად იწყებენ და მე მესამე რაუნდი გადადის hard sparring-ში ნუ ერთი რაუნდი გამოგვივიდა კაი რაუნდი რა მე ძალიან მესიამონა ძალიან აი ხო ეს ემოციები ოღონდ ეს მარტო დგომში იყო ზვიად ხო მარტო დგომში აი MMA სპარინგი გუშინ მქონდა სხვა შორის და ძალიან კარგად ჩაიარა ძალიან ყოფილი ვარ და ძირითადად ეხა შენ ნუ ჩვენების გარდა მერაბი არის ძალიან მაგარი ხო შენთვის იგივე ზომები ხართ ბავშვობიდან მოდიხართ თქვენი ვარჯიში იქნება ყველაზე მაგარი აწყობილი ხო ერთმანეთს იცნობთ მაგრამ ბიჭო მერაბი ახლა იდეალური მოწინააღმდეგეა და იდეალური სპარინგ პარტნიორია იმ კუთხით რომ ჯერ არ მახსოვს რომ რაღაცა ან მეტკინოს მერაბთან რაღაცა ტრავმა ამკიდოს ანუ ძალიან კაი სავარჯიშო რა და თან მიუხედავად იმისა რომ არ კარგადკენს არაფერს და არანაირ ტრავმას არ აკიდებს ისეთ ფუშს გაძლევს სპარინგზე რომ აი ჯგუფზე რომ იღლები ხოლმე ისე გლის ხოლმე დარბაზში რა ანუ ერთი წამით არ იჩერდება ერთი წამით არ გასვენებს თან ეხლა ღმერთს მადლობა ისეთ მაგარ ფორმაშია ძმაო რავი მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის ცოტა ამოუცნობი მოჩხბარია მერაბი და ხოლმე ვიძახი რომ გიჟია მეთქი ტყვილ არ ვიძახი რა აი ტიპს ჯგუფი უკვე მოსულია და შეიძლება ვერ მასიცვებს კიდე მაგრამ აი მთელი მომზადების პროცესი ძმაო გაიარა ხელაჭრილობით ფეხზე ვერ აგიხსნა ალბათ ერთი ცხანაკერი ადევს წვივზე რა ორი დიდი ნაკერი არის ვინა გადახსნილი ჭრილობა და ძმაო ფეხზე და მთელი მომზადების კემპი აგით ვარჯიშობს რა ეხლა კიდე აი მაგალითად სპარინგზე რაღაცა გავუსკდა ან რაღაცა სისხლი მოდის ორი წამით გადაიხვევს დემობრუნდება გააგრძელებს ანუ გაჩერება რა აქვს რა ძმაო ტიპს არის ნაკერები აქვს ფეხზე ნავდოთ ეს ამ ხელაჭრილობა ქონდა ახლა შეხორცვების კენაა და ვაუ კარგად არა ცოტა გაღიზიანებული ქონდა თავი ანუ სანამ ეს ჯგუფი დაინიშნებოდა მანამდე ქონდა რა ეს ტრავმა მიღებული რაღაც რკინაზე მოუხდა ფეხი და მე ის წარმოგიდგენთ ხა მოიკერა ფეხი რა გაუკერეს და მეორე დღეს ვარჯიშზე მოვიდა ვაუ შესაბამისად ანუ ინფექცია შეიჭრა და შეხორცვების პროცესიც გაიწელა რა ხო და ეხა უკეთესად აქვს რა გაცილებით კარგად აქვს და მედია ჯგუფისთვის უკვე ბოლომდე შეხორცვებული იქნება რა თავარია შენს და ლევონის მაგას მეუნება ყოველდღე რო ეკითხები მაგარ ხოძეაო რა იმენა მაგარ იზმაო არანორმალურადა ზვიად რა მაინტერესებს იცი ანუ ამ კამზე და შონომალის მომზადების კამზეც იყავი თუ არაში არა შონომალის კამზე არ მაგრამ უეჭველი გეცოდინება რა ანუ არსებობს თუ არა ყველაზე დიდი უფრო ისა დიდი კონცენტრაცია თუ არის რამეზე რა თუ
ყველაფერს ისე აკეთებს ყოველთვის როდესაც აკეთებდა, იმიტომ რომ შონ ომალისთან სხვანაირი სტილი გამოვიდა, უფრო მოთბენითი და რაღაცა და მაინტერესებს, ანუ უმართან თუ არის რაღაცა პატარა თვიქები რა. ბიჭო, როგორ გითხრა? მერაბ შეიძლება ხან პრესკონფერენციის რაღაცების გამო ტიპები ფიქრობდნენ რომ რაღაც ემოციურიაო და ისოდეს არა, აი ვაფშე ფეხებზე გიდია. მე რამდენი ყოფილი ვარ მერაბთან კემპზე, სვერტნაირი რა ვაფშე არ ანაღლებს მისი მოწინააღმდეგე, საერთოდ არ აინტერესებს, თავის აწვება, თავისთვის ვარჯიშობს, თავდაუზოგავად შრომობს, და ანუ თან ჩვეულებრივად რაც მისია და რაც მას სჭირდება, იმას აკეთებს რა. და ჩემი აზრით ეგეც უნდა იყოს. ანუ მერაბის პლუსი და დადებითი მხარე არის ის, რომ არასდროს არ აცლის თავის მოწინააღმდეგეს თავისი ჩხუბი იჩხუბოს. ყოველთვის მერაბის ჩხუბი მიდის რა. ანუ თავისი მისი ფეისი აქვს და მას რაც უნდა იმას თავაზობს. ხვდები? ხო და არაფერი არ უნდა შეცვალოს არც ახლა. აი ეს თავის ქაოტური სტილით არ უნდა მიცეს უმარს მუშაობის საშუალება. ანუ მერაბი არის ძალიან მაგარი, როცა თვითონ მუშაობს პირველ ნომრად და იმდენად როგორ გითხრა, გაუჩერებლად მუშაობს ტიპი, რომ ანუ არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ რაც გააკეთო რა. ხა რამდენიმე სახელებს აღარ ვიტყვი რა, ანუ ტოპ მოჩუბრები არიან ჩვენ ზონაში, ვინც ხოლმე მოდიან ვარჯიშობენ. აი მაგალითად მერაბთან რო სპარინგობენ, გეგონება რომ ეს ტიპები არიან აი ძალიან ჩვეულებრივი მოჩუბრები რა, მიხედავთ ამას სტოიკ იმაში დგომში ძალიან მაგრები არის. რატომღაც მერაბთან რო სპარინგობენ, თავისი დგომი იმდენად ჩვეულებრივი და უბრალო ჩანს, რომ რავი რა, იმიტომ რომ არ აცლის, არაფერს გაკეთებას არ აცლის. ან თავისი რაღაცა ისეთი სტილი აქვს ნაპოვნი, რასაც აი ამოცანას ვერ უყოლ, ასე რომ გვერდიდან რო შეხედავ, შეიძლება მარტივად ჩანდეს, მაგრამ აი წინ რო გიდგას, სულ მოძრაობს, სულ ფეინტებს აკეთებს, სულ რაღაცას შვება, აი შეიძლება შენისგანეთ 2 მეტრით იდგეს და მაინც ხელებს და ფეხებს იქნევს რა. და ანუ როგორც ახლა მოწინააღმდეგე, შენთვის ფიქრობ, აი რა უნდა, აი ახლა რას იზამს. ხო რა ხოლმე რაღაცების გათვლა გინდა და ანუ დაიჭერა რაღაცაზე მოწინააღმდეგეს რა. ანუ ეს ისეთია, რომ არ ჩერდება, ერთი წამი არ ჩერდება. ბიჭო, რავი, კიდე ერთი მის თქმა შემილია, რომ მართლა მგონი 4 ფილტვი აქვს მაგას, ან 3 ფილტვი რა. რაღაცა გაჭრან უნდა და შეამოწმო. აი დედას ვიცა ვარ, 6 რაუნდი, 7 რაუნდი ხო სპარინგობს რა. და ხა 7 რაუნდს მაგას ვინ გაუკაჩავს რა, იმ ტემპს, რა ტემპში ეგ სპარინგობს. სპარინგებზე მოვაძმაო. ხელსაქმას გაიკეთებს, კაფს გაიკეთებს. დაიღრიალებს და გახურდა შევატა. 7 რაუნდი ძმაო, გაუჩერებლი სპარინგობს. თან პირველი 3 რაუნდი ერთს ესპარინგება. მერე ის ერთი იმენა ძლივს გამოდის კლეტკიდან გადაღლილი. ახალი შედის უსპარინგებელი რა. იმასაც იგივეს დამართებს და რომ დამთავრდება ეს 6 რაუნდი. გამოვა და ანუ კეიჯის გარეთ კიდე ისპარინგებს 3-4 რაუნდს ჩვეულებრივად რა. და პროსტა რა ტემპში სპარინგობს უნდა ნახოს, არა ადეკვატური. ზიკოს სწავლი გარდი. მოახსენებ ქართულმა ყოველთვის ზიკოს UFC-ში ვნახავთ მაგ დღეს კუთხეში იქნები შენ ძმაკაცი იბრძოლოს ჩვენი მეგობარი ყველასი. ვინგაფუროვი. აი ბიჭია ძალიან მაგასთან მოვიდა გოგას. ჩხუბი დარბაზში ხო გახსოვს? კი, პირველად რო იყვნენ მოსული. თან ბიჭო შევატყე რომ იძაბებოდნენ და გავჩერდი და უყურე მეთქი აქ მოჭრილი ჩხუბი ატყდება და გავჩერდი დავანებე ვარჯიშს თავი და უყურებ ავად. როგორც კი წააყარეს ეგრევე მივახტი რა. ბიჭო, ან რეაგა გოგამ ხელში აჯობა და ამა რო იგზნო რო ხელში უკეთესი იყო, ახლა MMA იყო და ჩართო ფეხების და გოგას ახლა აღარ გაუსწორდა როგორც ჩანს და წააყარეს რა. ჩხუბი ატყდა ისეთი დარბაზში შეიხარა ერთად. აი რომ გავაზავეთ ეგრევე რა. რაღაც მაინტერესებს კიდე რა, ანუ ზვიად ანუ ყველაზე დიდი სახიფათო ელემენტი რაც შეიძლება რომ მოიტანოს მაგიდაზე უმარმა, შენი აზრით რა არის? ბიჭო, ფაქტორის აი მე რასაც ხედავ რა, ხა უმარი ხელწამსაკრები მოჩუბარი რა, ძალიან მაგარია, ძალიან ტექნიკურია, ყველგან კარგია.
ბარსელონასთან ბრძოლაში ნახეთ, რომ აი ნოკაუტის საშუალების აქვს შესაძლებლობა შეუძლია რომ დაანოკაუტოს ერთი დარტყმითაც. ერთადერთი რასაც ფიქრობ არის ის, რომ თავი არ დაიჭიროს ამ საბმიშენზე, და ძალიან რთულია მერაბის დაჭერა საბმიშენზე, იმდენად კარგად ხედავს უკვე ამ ყველაფერს და იმდენად კარგი გამძლეობა აქვს, რომ თან ფიზიკურადაც ძალიან მაგრადაა. ერთადერთი ეგ არა თუ რაღაცას ეს შეცდომას დაუშვებს და დაიჭერს ის შემთხვევით, ეგაა თორე აი თავარია პირველი რაუნდი გაძლევს მერაბმა და აი გამორიცხულია ომარმა რომ მოიგოს ეს ჯგუფიც, მაგრამ მგონი მაგისი წინა ფეხის გეშინია თუ არა? არა. ბიჭო, იმიტომ რომ არ იქნევს ძლიერ დარტყმას რა, ანუ თითქოს ის კარატის სანდის სტილში იქნევს რა. და თუ რაღაცა გაუხეთქა და საჯებმა გააჩერეს, ექიმმა გააჩერა ბრძოლა, რაღაც შეიძლება მაგდაგვარი ხო, კიდე რაღაც დაუშვა, მაგრამ მგონია. ეს უყურებდი მაგის და სენთჰეგენის ბრძოლას და სენთჰეგენთან ეგ დარტყმა იყო ეფექტური მარტო ერთადერთი იმ მიზეზით, რაც ნახე ხა, რაც უცებ წავიკითხე ჯგუფში ის იყო, რომ სენთჰეგენი ხშირად ისვლის სტოიკას და ცაციაში გადადის და მაგ დროს კარგად მუშაობს ეგ დარტყმა, იმიტომ რომ მაგას მარჯვენა ფეხი წინა აქვს. მერავე არ იცვლის სტოიკებს და არ მგონია ხო რაღაცა ბიჭო, მე სიმალით და სანთჰაგენთან ბრძოლის მერე დავწმუნდი, რომ უმარ შანსი არ აქვს მერაბთან, თუმცა სანთჰაგენთან დიდი ხანი ვარჯიშობდი. 4 წელია ვიცნობ უკვე მეგობრად. ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს და ნუ მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი რა, ჭიდაობისას და პარტერისას. გომში ძალიან მაგარია. ხო და აი პარტერში ახლა როგორ ჭიდაობაში და პარტერში აი როგორ გითხრა რა, ნებისმიერ დროს შეძლებს მერაბი რო ჩაიყვანოს და აკონტროლოს სანთჰაგენი და ანუ უმარმა ვერაფერი ვერ იქნა რა ფაქტიურად. ვერც აკონტროლა, ანუ გაუნეიტრალა სანთჰაგენმა უმარს თავის ჭიდაობას და გრაუნდ გეიმიც და თან დაიღალა. ძალიან ხშირად ჩხუბზე დამეთანხმები შენც ალბათ ჩხუბზე რო გადიხარ შენ და შენი მოწინააღმდეგე ძალიან ყოველთვის არა, მაგრამ ძალიან ხშირად უკვე იცით ორივემ ვინ მოიგებს რა. ბიჭო, რაღაც იმედნობა შეიძლება გქონდეს, მაგრამ ესე ზოგჯერ არის აი ყალებში ჩახედავთ ერთმანეთს იცი რომ აი მოგიგებ კაროჩი, მაგრამ მაინც გეჩხუბები რა. წავაგებ მაგრამ ეგრეს ვერ იტყვი ახლა როგორ რაღაცა იცი? შეიძლება შენ იცოდე რომ დაუშვათ ყველა კომპონენტში გიგებდეს, მაგრამ ერთ კომპონენტის იმედი გქონდეს და უკვე მან რამდენად შენს გაიტან, მაგაზია დამოკიდებული და ჩხუბი როგორ წაგივა რა. ზუსტად მაგას ვიძახდი ახლა მერაბის როგორი სტილიც აქვს, არ გაცლის რა შენი კომპონენტის გატარებას. და იგივე მოხდება აქაც. უბრალოდ მე რატო ვიძახდი, მე მაინტერესებს გულახდილად მართლა რა მაინდსეტით შედის უმარი ამ ჩხუბზე. მერაბი რა მაინდსეტით შედის, ვიცი, ამას ვიცნობთ და ვიცით რომ ეს არა გამჩერებელი რა, არასდროს თუ სანამ სუნთქავს. მაგრამ მე მაინტერესებს იმას გულახდილად თუ ჟერა თავისი გამარჯვების, აი მაინტერესებს. ბიჭო, კი. ჩემი აზრით ჟერა, კი. ბიჭო, სხვაასორის ხშირად გვიწევს რა, ახლა ხაბიბთანაც, იმათანაც დავახლოვდით რა. ფაქტურად ყოველდღურად გვიწევს შეხვედრა და ხან საუნაში ვზივართ აპარაკოთ ხოლმე და UFC PI-ზე იძახი ზვიად მაპატიოში. ხო, PI-ში გვიწევს ხო. და ხაბიბი როცა არის ხო არ უშვებდნენ მერაბს თო? ხო, არ უშვებენ, არა ვიცი, მაგრამ ანუ ბიჭო ჩვენთან რატომ რო იცი რომ ქართველები ვართ რაღაცა ლისნა ჩემთან ლევანთან ჩვენ ხშირად შევხედილოთ ბელატორშიც რა. ლევანის ივენთებზე და ხაბიბი ჩვენთან რა. და სხვაშორის ძალიან კაი ურთიერთობა აქვს და რავი, დადებითის მეტი აფერი არ დამინახავს რა, ძალიან ისე დამდაბლურა, ძალიან კარგი, ანუ პატარების თუ არ ჩავთვლით რა. რომ მიხდება დასაზგულია ზოგადად. ხო და აი ეს უბრალოდ თაობა ვინცა დიდი წონები ვინც არიან, ისლამი, ხაბიბა. რავი, ძალიან ჯიგარი ტიპები არიან და სხვა შორის რამდენჯერაც მოგვიწია საუბარი, აი სულ ძალიან დადებითად საუბრო მე საქართველოზე. სულ იმას იძახი რომ ძალიან გვიყვარს, ძალიან გვინდა ჩამოსვლა და შემარაც ვიგახდა რომ საქართველოში ძალიან მინდა ჩასვლაო, ბათუმში ძალიან მინდა ჩასვლაო. მაგრამ არ ვიცი ახლა რომ ჩავიდე ვინმე არ დამარტყასო რა, გადავავდა და მეთქი
ანუ მროფახიას მაგრამ ძალიან მიყვარს საქართველო და ამინა ჩასვლა რა. შენ ბულეტში ჩაიყვანე მე რა პრობლემაა ხო? ხაჩიკოვანი მითხრა მე ეგ ამბავი La Gazzetta dello Sportis ეს ერთ-ერთმა აღმასრულებელმა ასე ვთქვათ რიзвანა მაგათი ერთ-ერთი მთავარი ვინც არის რა მენეჯერი ხაბიბი როცა უნდა წასულიყო აფხაზეთში კაროჩე რიзвანამ დაურეკა რა და აუხსნა მოდი შეგაწყვეტინო სხვა შორის ეგ ამბავი მომიყვა ხაბიბმა მეც რა მართლადო ირო ანუ აფხაზეთში ვაპირებდი წასვლას და კიდე კარგი არ წავედი რა და სხვა შორის ძალიან მე არ ვიცოდი ეს ევროპა თუ ესე მაგრამ გვედგა გვერდში მაგ კუთხით ანუ ხაბიბმა მითხრა რომ წავსულიყავიო ვეღარც საქართველოს შემოვიდოდი და ვეღარც ევროპაში წავიდოდი იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს აფხაზეთში შედისო და თავის პასპორტში აქვს ანუ ის შტამპი რომ აფხაზეთში იყო ნიშნავს რომ არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვრები და შესაბამისად პრობლემები შეექმნება შენგენში შენგენის ქვეყნებში ევროპაში საქართველოს შესაბამისად ხო და აღარ წავედი სხვა შორის აფხაზეთში ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი და მაგას ზუსტად ანუ ძალიან კარგად ისაუბრს რა ესე კმაყოფილი და არ ველოდი რომ ესე კარგად ასე იმათი ლაპარაკებდნენ აფხაზეთს და საქართველოზე რა. საღოლმა პოზიტივი დამოკიდებულება მოგვეცი ახლა მაგ გუნდზე ხაბიბზე. მე ვაფშე არ ველოდი რა ცოტა სხვა ის მქონდა დამოკიდებულება და ამ ბოლო ორ კვირაში თუ შემეცდა. ზვიად შენ მარტო შეხვდი მერაბის გარეშე? ანუ ეს ხშირად საუნაში და რაღაც? ხო? ხან მე მუინთან ერთად რო ვარჯიშობ მერაბის ხმარები. ხო, ანუ ეგენ ერთად არ უშვებენ რა, როცა მერაბია პიაიში, იმათ არ უშვებენ რა, ისინი ვერ შემოდიან. და როცა ისინი არიან, მერაბი ვერ შედის, შესაბამისად. მაგრამ ჩვენ ახლა მუინას ვეხმარებით ხოლმე რა. მუინსთან ერთად ხო ვარჯიშობ და საღამოს ხშირად გვიწევდა ხოლმე ვარჯიში და ანუ ერთად იქ ერთად ვარჯიშობდნენ, ბევრი არის, ძალიან ერთი 30 კაცია ჩამოსული მქონი. თელი პიაი ხო დაკეტილი აქვს. და სხვა შორის სხვებს არ უშვებენ რა, სადღაც ჩვენზე პირველ დღეს თითქოს არ შეგვიშვის რა. პირველ დღეს რო ავედით, პრობლემა იყო, მაგრამ მე აღარ ქონდა პრობლემა. დაზე ერთ-ერთმა დამპატიჟა, რომ ისო წამოდიო ვარჯიშიო ხაბიბი ატარებსო და მე არ წავედი, მაინც ხო არ იქნებოდა ლამაზი რო წავსულიყო. ეგ მესმის. ეხა არა მაგისი დრო თორე ისე ხო არა მომავალში არ პრობლემა არ ექნებოდა პროსტა მე არა ეხა მერაბის პონჩი ნამდვილად არ წავიდოდი და ბაზარი არა და მაგაზე კაი მაგიმან მოიტანა ეხა თემამ მაგდიზე რა ისმის ყმადაღებული თემაა მაგდის თემა დრო ნახეს ხაბიბთან ერთად და უმართან ერთად ვარ მაგდიზე დადებით ისმეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ძალიან ზრდილობიანი ძალიან თავმდაბალი მავი, კაი ენერგიის ბიჭია. ანუ ყოველ შემთხვევაში მე რაც ვნახე რა, ძალიან დიდი ხანი არ ვიცნობ, ორი თვე არაც ვიცნობ. გაცნობის დღიდან ძმაო, მაგ ბიჭისგან კარგი სმეტი არაფერი არ გამიგია რა. ანუ არ დამინახავს ყოველ შემთხვევაში. ეკი, მაგრამ he's giving Umar the looks, right? ბიჭო, ახლა ნახე, უმარი არის თავისი ქვეყნიდან, თავისი რეგიონიდან, თავის პატარა მასავიწყობთ რა მერაბია თავისი ახლო მეგობარი. ახლა ახლო მეგობარნო ერთმანეთს რა ურთიერთობა აქვს არ ვიცი, მაგრამ ანუ მე მაგალითად ახლა მის ადგილზე რო ყოფილიყავი, საერთოდ არც იქვე ვარჯიშებდი და არც იქვე ვარჯიშებდი რა. ცოტა ხანი ან სხვა დარბაზში წავიდოდი. მოხდები, მაგრამ ორი ვარიანტი ხა ჩემი აზრით და ერთი ის რომ რა უნდა უთხრას ახლა მაგდიმ ისეთი მერაბზე რომ რამე შეცვალოს ვერაფერს ვერ იტყვის მერაბის ძლიერი მხარე ყველა მისის და მაგ ძლიერ მხარეს გამოსახალი რომ ნახო ეგეთი ძლიერი უნდა იყო ეგეთი არანორმალური კარდიო რა ვიცი ხა რა ვიცი მე მაგაზე არ ნერვიულობ და არ ვფიქრობ რომ რაღაც იმალა გითხრა ვაფშე არ მანერვიულებს მე როგორც ვიცი ძმაო რაც გავიგე რო ჩაინიშნა ეგ ბრძოლა ძალიან გულდაწყვეტილი იყო ეს ბიჭი და ანუ ძალიან ცუდად იყო რა ან განიცდიდა რაღაც პონჩი არ იცოდა რა ეკნეთ ამ ბიჭო პატარა ბიჭია რა დიდი კი არა ბიჭო ასე 21 წლის თუ 20 წლის ბიჭია რა
და ისევ აი ძალიან ზრდილობიანი, ძალიან როგორ გითხრა, ანუ ხო ხტები აი კარის გაღებას ვერ დაასწრებ. თუ დავუშვათ ზივარცადმე აუ შანსი არ რო ფეხზე არ ადგეს, უფროსი რო ხარ რაღაც, ანუ ძალიან კაი ბიჭია რა. მე რაც შევატყე და ხა და მე ერთი რა წელი ვიდა ბიჭები უფრო კარგად იცნობენ და ხა იმათ უფრო მეტი ეცოდინებათ და მე რაც ვიცი ხა თქვი და რაც არ ვიცი ხა იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი. და ერთი წელისა 13 წელსაც უკვე დიდი კაცები თხოვდნენ მე ჩემს უბანში ძმაო რა ვიცი რა. ბიჭო ხო, მაგრამ დღესდღეობით ხო ცოტა მაინც ეხა ძმაო რავი ახო 8-6 წელი აქვს ცხოვრობდა, ჯერ არ მინახავს რომ ჩემზე პატარა მაგიდან ამდგარი იყოს ან просто ერთ ვიტყვი რა. ხამდაბლურად მოქცეული იყო და ასე უფროსების მიმართ ასე დამოკიდებულება ქონდეს რა. ბიჭო, ასე ერთ ვიტყვი, არავის განსჯა განსჯა არავის განსჯა არ მინდა რა. მაგრამ ჩემი აზრით ძმობაში არც ქვეყანა და არც რელიგია არაფერს არ ნიშნავს რა. და არ უნდა ნიშნავდეს. კი, მეც ეგრე ვფიქრობ, ძმა, იმიტომ რომ თუ მაგაცები ვართ, მეგობრები ვართ, და არიან შენ ქართველები. შენს პატივი, მე შენს უნდა ვცე პატივი და ზვიად შენ ჩემზე კარგად იცი, არიან ქართველები, რომლებიც არ დახმარებიან ქართველებს, რახან ებრძოლებოდნენ თავიანთ მეგობრებს, რომლებიც არც ქრისტიანები არ იყვნენ და არც მუსულმანები. ხო, ანუ არ შეიძლება რა, მე მაგას ეგეთ რაღაცებია ამწავს. ჩემთვის მთავარი ადამიანი იყო და ბაზარი მუსლიმანი ხარ, ბუდისტი ხარ თუ ვინ ხარ, არ ნიშნავს ჩემთვის არც ერთადერთი რაც ისეთ ადამიანთან ვერ შევძლებ ურთიერთობას, რომელიც პატივს არ ცემს, დაუშვათ ტრადიციას, რელიგიას. შენ შეიძლება არ გწამდეს ღმერთის. მაგრამ შენთვის იყავი რა, ნუ მე არ უნდა მომახვიო ეგ თავი. აი მაგას ჩემ მწვრთნელი, ირანელი მწვრთნელი მუსლიმანურ ოჯახში გაიზარდა და და ძალიან ცუდი რა არ მინახე მის პირადულზევის ვისაუბრო, მაგრამ ანუ ღმერთის არ წამს რა. ათეისტია, მაგრამ ესეთი ღვთისმიერი კაცი ძმაო ბევრი იყოს დედამიწას. ანუ როგორც ცხოვრობს რა, ანუ იმის ხმა მინდა რა, არ წამს ღმერთის, მაგრამ ისე ცხოვრობს ტიპი, რომ რავი 6 წელია ვიცნობ და ჯერ ამ კაცისგან ნეგატივი არ გამიგონია, ვინმეზე რამე ცუდი ეთქვას, ან ვინმეს არ დახმარებოდა, გადაყოლილია ყველას. აი უკეთილშობილესი ადამიანია რა. და მე მწამს რომ ჩემი ღმერთი ისეთია, რომ ეს ადამიანებს მიუხედავად მათი შეხედულებისა, ანუ ზურგს არ აქცევს რა. არ მწამს მე ისე რომ ახლა იმის გამო რომ დავუშვათ ქრისტიანი არა თუ მუსლიმანი არა, ესეთი ადამიანი რაღაცა ცუცი მსახურებდეს ცხოვრებაში რა. ზოგადად მოსაწყვეტი არა ჩვენ მიუხედავად ჩვენ რწმენას რაც ეს გვწამს და არ განსაჯო ღმერთი გეუბნება ჩვენს წიგნში. ძალიან პირადულია ეგ. ძალიან პირადულია და შენთვის უნდა იყოს. კი ბატონო, მაგ თემას ახლა ჩვენ კაიხანი მაგდის თემას და მე შეგვიძლია გამოვავრცოთ კიდე თელი დღე ვისაუბროთ. მე რა მაინტერესებს, იცი? თუ მაცდის გიო ეს სიტყვის ჩაყვეხებას, ჯერ ერთი უფროს უმცროსობაო, რო თქვი, კაია მაგასთან რო ხვდები, მაგ უფროსი ვინაა და გავიწყდეს შენ ხარ ჩემზე უმცროსი ბიჭო. შენ ახლა Shut the front door. Shut the front door. ბიჭო რა მაინტერესებს ბიჭო დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ შეიძლება ვეგასში გადაიტანონ ივენთიო რა ის გამო და მართალია თუ ბიჭო არის შანსი იმიტომ რომ ლოს-ანჯელესში ესეთი ამბები ხდება რატომღაც არ ამგონია რომ ჩატარდეს რა იქ ხო და არა გამორიცხული რაკეთ გადმოიტანო იმიტომ რომ ჯერ დრო აქვს და რატო გარისკამენ რა მაინც სავარაუდოდ ვეგასში ჩატარდება გადმოაწყონ ყველაფერი აქ კი მაგი არ გამიდება იუესის ერთადერთი ლოჯისტიკურად თავარია ეს ხალხი ვისაც ლოს-ანჯელესზე აქვს დაჯავშნული სასტუმრო და რაღაცეები მაგათი კომპენსირება და აქ გადმოიტანა უკვე 2 კვირა ჯერ კიდევ და ანუ რაღაცა შეგიძლია რაღაცეები და ხო თუნდაც 1 კვირა სასტუმრო როცა გაგებული დაჯავშნული 24 საათი ადრე შეგიძლია და კენსელო ხო უნდა წამოვიდეს მე ვეგასში რა ამდენი ხალხი და როგორ უნდა წამოვიდეს ეს ხალხი მე აქეთ ვეგასში ეხლა ბევრი უბრალო ხალხი ჩადეს იქა დაჯავშნული რო აქვს და თვითონავით რო არიან ჩასულები და ესე შემო მაგრამ მან ძალიან შორი მანძილს არა რა რაღაცა რომ შეხვიდე ლოს-ანჯელესიც რო ჩაფრინდეს
მანქანით შეუძლია რომ 4 საათში იყოს ვეგასში რა, ანუ არც ეგ არ იქნება პრობლემა. არჯია, მოაზე. მაგრამ ნუ არა, კი, დენას საპრობლემო არა. მე მახსოვს ერთხელ ივენთი იყო ესე გადატანა მოუწიათ ერთი ქალაქიდან მეორეში ჯონ ჯონსის გამო იმ პიკოგრამები რო ამოუგდეს იმ პიკოგრამების დოზირების გამო იმ კალიფორნიაში არ იყო დაშველებული და ჯერზიში გადმოიტანეს მგონი და ყველას ბილეთის იმის გამო რომ ექსტრა ეს მოუწიათ მანძილის დაფარვა ხალხს ხო ესენი გაუკეთეს რიფანდები გაუკეთეს ბილეთის ნაწილზე რომ ის ფული მოხმარებოდა მაგა ტრანსპორტირებას რა ეგეთ რაღაცები შეიძლება ახაც იგივე გააკეთო არა გამორიცხო კი ბატონო ის არა ქვია რომი მაგრამ მაინტერესებს ანუ კუთხე რა 5 კაცი გვეკუთვნის ხო ზვიად და თუ იცი ვინ იქნებიან რა ვინ იქნებით აუ ცოტა მეკითხა არ ვიცი ვინები იქნებიან ნუ ალჯო რო იქნება უეჭველი ვიცი ჯონ უდი რო იქნება უეჭველი ვიცი ჩემპიონი მგონი 5 შეულიათ ხო ნუ 5 ქართველი თუ იქნება შენი აზრით არ ვიცი ნამდვილად არ ვიცი ვინები რაღაცა დღეს ისკენ წავიკითხეთ თოფურიასთან თოფურიაზე იყო საუბარი რო კუთხეში ყოფილიყო და არ ვიცი ამ ჩხუბზე არ ვიცი ამის შემდეგ ჩხუბს ამ ხოზე ვერ მოახერხებს ილია თავის ძმასთანა ემზადებიან 8 თებერვლისთვის ასე რომ ანუ არ ვიცი უბრალოდ წავიკითხე თქო და ანუ აზია ერთი კაი ხმოვანი კაცი გვინდა რა რომ მაგრა ქართულად წაიყვიროს ერთი რომ ყველას გააგონოს არ უნდა გიო ისინი ამზადებენ და ისინი იქნებიან კუთხეში არა მეტსად ხო ბაზარი არა просто ქართული როცა არის მე ყოველთვის მიხარი ერთადაც ემზადები რა მთელი კემპი ვისთანაც კანცეპტები დახილები ბძოლის მერე შეიძლება ბაზარი არ არის და რა ვიცი ალბათ ზვიადიც მაგარი კუთხე იქნება ჩემი აზრით არ იქნება ზვიადი მაგარი კუთხე არა მაგისი არ ვიცი და შეიძლება იყოს ბიჭო ზოგადად კუთხე როგორ რაღაცაა გიცი ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს კუთხეში ვისაც ჯერ ენდობი და ვინც იცის შენი ყველაფერი რა მოხდები სად კარგი ხარ სად ცუდი ხარ თორე ისე პროსტა წაგიყვანიო ვიღაცა ნუ ჩათვალე მარტო ჩხუბობ რა მე მაგალითად ადრე რო ჩხუბობდი მართლა დაჟე გამოცდილება მაქვს მაგის ისა შოთა გულაშვილი იყო ჩემი კუთხე ხშირად და კობა კაშელაშვილი დასაწყისში აი კობას მაგალითად ის მომწონდა რომ ისე ხმამაღლა გეძახდა ხოლმე და ისეთი შეძახილებით გეუბნებოდა აი რაც რომც არ გდომოდა მაინც გაეკეთებინებდა რა ხო და ეგ მაგრად მომწონდა და მახსოვს და აი შოთასთან შემაგალითად ისეთი კავშირი მქონდა რომ ზუსტად იცოდა სად რა შემეძლო და თითქმის რას თუ მკიმეულები მაქვს ძალიან ხშირად ანუ მის დამსახურება იყო რა რომ მეუბნებოდა რა გამეკეთებინა მასე ვასაბმითებდი ხოლმე რა ისე რომ ძალიან რთულია ნახო ისეთი კორნერის ვისაც კონექშენი გააქვს რა ერთმანეთში ზუსტად ჯონ ვუდზე რას გვეტყვი რას როგორ მიგიღო და თვითონ მენტალიტეტზე როგორ სმელი და ადამიანზე ბიჭო ჯერჯერობით რავი როგორ გითხრა ხა ვერაფერს ვერ გეტყვი რა მეტავს არც გაგიჟებული ვარ არც რამე ისეთი სასწაული მინახია მაი ახლა ამ დარბაზში რას მომწონს ის რომ კარგი სპარინგ პარტნიორებია და აი მე პირადად მაგალითად ძალიან მომწონს ჯიუ-ჯიტსუს მწვრთნელი არის ერთი ძალიან მაგარი ტიპია და ჭიდაობის მწვრთნელიც ძალიან მომწონს აი ეგ ორი ადამიანი მისწორდება მაგ ვარჯიშები რა ახალ რაღაცებს ვწავლ სხვა ახლა რო გითხრა რომ რაღაც ისეთი განსაკუთრებული რამე ახალს ვიგებ ან ვუდის კლასში ან რაღაცა არა შეულებრივი რა შენ რამდენი წელი დაგჭირდა შავი ქამრის აღსაღებად აქ 6 არა 5 შარშან არა იღე ხო მე 7 წელია უკვე აქ რა ანტონისთან ვარ 5 წელზე მეტი და რა დონეზე იყავი რა ქამრის დონეზე იყავი რომ ჩამოხვედი ბიჭო რო ჩამოვედი ქამარი საერთოდ არ მქონდა ეგ არ მქონდა მაგრამ რა დონეზე იყავი ქამარი ახლა მეც არ მაქვს მაგრამ ბევრი მეუბნება რომ blue belt და მომდენო belt შორის ხარო რა მაგრამ მე ალბათ ასე blue belt-ის დონეზე ვიქნებოდა ან purple belt-ი კი უფრო ის იქნებოდა რა იმიტომ რომ მეორე შეჯიბრება რაც ვიჭიდავი რომ ჩამოვედი უკვე advance-ებში ვჭიდაობდი რა და ყველას ვიგებდი ხოლმე საბმიშენებიდან შეიძლება ითქვას რომ purple belt-ის level მქონდა რა ანუ ვიცი
თქვა საქართველოს რო გაჩერებულიყავი რა. იქ შეძლებდი თუ არა შავი ქამრის დონეზე აღება ასვლას და თუ შეძლებდი რამდენი წელი დაგჭირდებოდა დაახლოებით შენი აზრით? ბიჭო, ჯერ ახლა საქართველოში არიან მოჩხუბრები, ქამარი საერთოდ არ აქვს, მაგრამ შეიძლება შავი ქამრის დონე ქონდეთ რა, შეიძლება კი რა აქვს. ქამარს არ მაინტერესებს ქამარი დონეს მე გეუნები. დონეს კი ძმო მიახტევდი, ეხა განსაკუთრებით ეხა დღევანდელი მონდომება რო იყოს, დღეს იმდენი მასალა ინტერნეტში, იმდენი დაღეჭილი აქვს ყველაფერი, შეიძლება უბრალოდ მოინდო. ბიჭო, ეს და თავისი ინტერნეტი ესა მანქანა მაგ დამტრეული და ესა მე გავაკეთებ მეუბნება ჩავიყვანე რა ამასთან და ჩართო YouTube და ის ტიპი აკეთებ მეთქი მე ესე რატო არ აკეთებო შენითო რა ტიპ შეუძლია ქირურგიული ჩარევის რაღაც ინფორმაცია ოპერაცია გაგიკეთოს რა ქვია YouTube-დან რა მეთქი აუ იმას უყურე გადაიტანე ეს რაღაცა ნახავ და მე თვითონ ჩალიშობს და აკეთებს მართლა ბიჭო ავატყოფია სიმონ ო კაი გაგებ მონდომება მოინდომებ გამოგიო ბიჭო ბოლოს ეხა სანამ აღარ მინდა რომ გაგიშვაი ვარჯიშე შენი ჭუბი და შენ ვარჯიშობს და საუბრობს აკაიფო ჩეჩემა what the fuck ლევანის ჭუბი ჩემთვის რამხელა აქვს იცი და უბრალოდ რა მაინტერესებს იცი ლევანიზე ვილაპარაკოთ რამე გითხარი ჩოხელზე რა იმიტომ აქ მე სულ ლაპარაკობ შენზე და ლევანზე მაგრამ ჩემი ლაპარაკი მობეზრებული აქვს ყველაზე შენგან გაგონილეს ნუ ლევანის ეხა ცოტა ისეთ სიტუაცია აქვს რა ველოდ ანუ რამოდენ ორჯერ შესთავაზეს მილიონიანი გრან-პრი PFL-ში მაგრამ ძალიან ცუდი კონტრაქტები იყო და უარი ვთქვით მე ეხა კონტრაქტი დრო გავიდა მაგრამ ერთი ბრძოლა დარჩენილია კონტრაქტით და ნუ ვცდილობთ რომ ეგეც მოვიშოროთ მოლოდინის რეჟიმში ვართ მოკლედ რა ანუ ჰაერში ვართ ამ წუთას ლევანის კუთხით და ნუ თვითონ ცოტა მუხლიტკინა და ანუ სისტემატურად ისე კარგად ვერ ვარჯიშობს რა. და ისეთ ვარჯიშებს აკეთებს ეხლა რა სიჩქარეებებზე ორგანიზმის გაძლიერება, ფეხის კუნთების გასაძლიერებელ ვარჯიშებს და ანუ ველოდებით რა, შეჯეროთ არაფერი. და შემდეგი მაინც ბელატორში უნდა იყოს ხო წესით ერთი? არა, მანდა ის შელბისთან იყო უკვე რაღაც საუბრები და შელბინ გიცნობ ვიცი ვინც ხარო და თავისუფალი რო იქნები, შემეცნიანი. ანუ ერთი ფეხი იოსტიშია. რა საპორტთან თავარია რომ ბელატორმა გაგვიშვას და ანუ ძალიან არ გვაწვალოს. მამდე ვარ თვალყიდები არ უნდათ რა ლევანის გაშოვა ძალიან აი ყველაფერს ვცდილობენ რომ არ გაუშვან და ძალიან ახლოს ვადენო თვალყურს იცი შენ მე როგორ ვარ ზოგადად ამ თვალყურის დევნებაში ყველაფრის PFL-ში რაც ხდება ხო და ხშირად ვცდილობ რომ წინასწარ სანამ ზოგადად მოხდება მანამდე მივხვდი ან მანამდე გავიგო რაღაცები სანამ გასაჯაროვდება და კარჩე PFL-ს ძალიან ცუდად აქვს საქმე რა ძალიან ბევრი მოჩხუბარი ყავთ უქმად ძალიან ბევრი ბაჩი მიქსი AJ მაკი და ძალიან ბევრი მაგარი მოჩხუბრები ყავთ უქმად რა არ ჩხუბობენ ბიჭები დასვლა უნდა რა და შეიძლება ერთად გავარდეს ეგრე ყველა ერთად ძალიან ცუდი რაღაც აქნეს რა ტიპებმა იმენა ეს ბელატორი იყო ერთ-ერთი ყველა დიდი ორგანიზაცია ფაქტიურად გაიტანეს მარკეტიდან და თვითონ არც არ აკეთებენ რა თუ აკეთებენ მაგრამ ცუდად აკეთებენ სისულელეს აკეთებენ ძალიან ცოტ მე რა ხო ახ მაგას მნიშვნელობა როგორ აკეთებ და რაც აკეთებ ძალიან ცოტა შოუს გამენ უკვე რაკნეს მოჩხურები ყველა უკმაყოფილოა გრან-პრიზე აჩხუბეს ბელატორიდან წამოიყვანეს ბიჭები და აჩხუბეს გრან-პრიზე და არც ერთი ჩემპიონი ბელატორის არ იყო გრან-პრიზე იყვნენ რიგითი მოჩხუბრები და რატო? იმიტომ რომ ჩემპიონი რო წამოიყვანო იმას თავის კონტრაქტით გათვალისწინებული ფული უნდა გადაუხადო და მაგის გადახდა არ უნდოდა და წამოიყვანეს დაბალ ჰონორარიანი მოჩხუბრები და აჩხუბეს გრან-პრიში ისინი. შეუჯახაშენებულად ვარ გაკეთე. ზუიად, მომეცი შენი prediction 2025-ში რამდენი ქართველი გააკეთებს UFC-ში დებიუტს? ბიჭო, მე მეთქი ამირანი და გამირან გოგოლაძე და ლევანი ძალიან ახლოს არიან რა. ორივეს ერთი ფეხი UFC-ში აქვს. ანუ სამი გაყოლა ხო? პრობლემები არის
სამი შენ თოფურიას ხვლი, თოფურია ხო UFC-შია უკვე და. ნუ ხო დებიუტს ხო გააკეთებს და ტანზილოვსაც შეუძლია რომ მოხდეს UFC-ში ძალიან მარტივად. მაგარი წელი უნდა გქონდეს. მთავარია რომ აქ უნდა იყოს რა, აქ რო იყოს უფრო მარტივი იქნება. შენ შეგიძლია წლის ბოლოს უკვე UFC-ში იყო. ისე. ბიჭო, მე ახლა შელბის რო ვესაუბრე ბოლოს 3 წელი არ გიჩხუბიაო და კიდაკ პირდიო, მაგრამ 3 წელი არ გიჩხუბია და სამწუხაროდ ვინც აქტიურიაო, იმათ უნდა მიუცეო შანსიო რა და ანუ 1-2 ჩხუბის ჩატარება მომიწევს და მე ჩვეულებრივად შევტრიალდები მეც. თავარი ახლა ეს 2 ჩხუბი კარგად ჩაიაროს. ოღონდ შენ დაბრუნდი ძმაო, სად იქნება მნიშვნელობა არ აქვს? აქტიური მართლა რა, რომელ გალიაში რა მნიშვნელობა აქვს, ზიკო? ბიჭო, მისე ახლა როგორ არა აქვს მნიშვნელობა საჩხუბობ, მაგრამ ახლა ჩემთვის სიმართლე გითხრათ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. რა, თავარია ვაკეთებდე იმას, რაც მიყვარს, ვჩხუბობდე და მქონდეს მაგის საშუალება, რომ ვიჩხუბო და всё. ანუ ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ეგაა რა, რომ ჯანმრთელად ვიყო, ეს წელი ტონუსში მქონდეს და ანუ ისეთი ტრავმაა, რომ ანუ არ გადის რა, სულ ყურადღებით უნდა იყო. ხო და თავარია ჯანმრთელად ვიყო და UFC-ში დაბრუნება დიდი პრობლემა არ არის, მარტივად შეიძლება დაბრუნო. შენთვის თავარია ნამყოფი ხარ და თან აქ ცხოვრობ ერთი შეიძლება ერთი ჩხუბის მერეს გაჩხუბონ, გააჩნია როგორი ჩხუბი იქნება რა, ხლახმაური ვერ გაიგებ რა, ანუ არც ისეთი რთულია მოხვედრა, როგორიც ჩანს, უბრალოდ შენ არ რთული და თქვია. ირწმუნო უნდა რა, ასე რომ თქვა. გჯეროდეს უნდა რომ მოხდე. და ჩვენ წელაშენი ზიკო. ლევანი უეჭველი 25-ში გააკეთებენ დებიუტს დიდი ალბათობით. აუ მეც მაგარი ძალიან მაგარი წელი გველის რა, 25 იქნება ძალიან მაგარი რა. მარტო მოვხრი. დებიუტი UFC-ში იქნება ყველაზე დაგვიანებული ქართული დებიუტი UFC-ში, რაც კი ქართული MMA არსებობს რა. ვისი? ლევანის კი არია, ლევანის და ამირანის და მე ხა ლევანის კარგად ვიცნობ მაგის კარიერას და მაგის შესაძლებლობებს და მაგით ვამბობ, ლევანი უნდა ყოფილიყო UFC-ში მინიმუმ 3 წლის წინ, 2 წლის წინ რა. იღბალის თემაა რა, ეგ ხო ხდება ბელატორში. და იქ ანუ არ ცოდნის რა, მაშინ რა ბევრაცები არ ვიცოდით და სხვადასხვანაირად ხედავთ რაღაცებს. ანუ თვითონ ჩხუბის გარდა იმდენი სხვა მიკროპრობლემებია, რომელიც ხელს გიშლის რა, ემიგრანტს რომ მოხდე UFC-ში. ჩემ შემთხვევაში მაგალითად პირველი 5 შემოთავაზება მქონდა UFC-დან, წარმოიდგინე 5-ჯერ მომცეს შანსი და პირველი 3 ვერ გამოვიყენე, იმის გამო რომ უბრალოდ საბუთი არ მქონდა. ანუ ვიზა არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ მეჩხუბა რა. ხო და ამირანის შემთხვევაშიც ეხა პრობლემაა რა, რომ პატარა საბუთების თემა მოსაგვარებელი და იმედია მალე მოაგვარებს, რომ ამერიკაში შეძლოს თუ ევროპაში იქნება შეჯიბრება UFC-ს და დაუძახებენ მარტივად მოხდება უკვე და უფრო გამომარტივდება რა ყველაფერი. ეხლა ჩინეთში უნდა ეჩხუბა UFC-ში ამირანს short notice-ში. და ვინც გაიტრამვა და ამირანს უნდა ჩაენაცვლებინა ერთი კვირით ადრე თქვა ბიჩხუბებო ესეთი ტრავმითო რა. რა ძალა ადგა იმოხერს. დარჩენილი ყსაში. ეხა რო იყო მაკაო პიტერ იანის ბრძოლა, ხო? ხო. ბიჭო, ამას წინათ ნახე იცო რა. და გაგას ამაზე ლაპარაკო იცო, აუცილებლად და ვთქვა, იცოც ძალიან ახლოსაა ბაბულაიძე. ხო. მიხედავთ იმისა, რომ სულ 5 ჩხუბი აქვს და 5-0-ზე აქვს, 5-ვე აქვს მაგარ მოჩხუბებთან, მაგ ბიჭმა დაიწყო ეგრევე მკვლელებთან ჩხუბი რა. ძალიან ჭიერი იცო. მაგარი ნიჭიერია და ამას წინათ რომ ნახე, ახლა 25 ჩხუბი აქვს, მივდივართ აქედან ბიჭები. გვაქვს ურთიერთობა მირეკავს, ურეკავ ხოლმე და ამას წინათ რომ ვიყავი ჩასული ატლანტიკ სიტიში, ჩხუბზე ვიყავით, სასულები ყურაშვილის და იქ მთელი დღე ვილაპარაკეთ და ზუსტად მაგაზე ვილაპარაკეთ, წარმოიდგინე რა მაგარი იქნებაო, მე ამირანი და ლევანი ერთად რო ვიქნებით UFC-შიო, ერთ და იგივე წონით კატეგორიაში და ერთმანეთს რომ მივეხმარებითო და ერთად რო ვივარჯიშებთ და უცნებაო ტიპი მეუნებოდა და ერთი სული მაქვს როდის მოხდებაო და აი 2025 წელს ძმაო აი მოხდება უეჭველი. ამინ. ბიჭო, ვიცოდე რაღაც ერთ პერიოდი ვიღაცა მეუბნებოდა Ultimate Fighter-ზე იყო საუბარიო და აღარ გამოვიდა ეგ. არჩე, ეხლა როგორი სიტუაციაა, იცი, ეხლა ეგ გაეთავისუფლა PFL-დან, დეტალებს აღარ ჩავყვები, არ მინდა რომ ვინმე საქმე გაუფუჭო. ეხლა BKFC-ში ჩხუბობს.
და მე უკვე სავარაუდოდ ამბიჯის პირველი რაუნდში დალეწავს ესა, ისეთი გაშმაგებულია თან და მე უკვე სავარაუდოდ ან Ultimate Fighter-ი ან პირდაპირ UFC როგორც აი ამირანი რა. აი ძალიან. არა იცოს მაგარი ტალანტი აქვს და ძალიან მაგარი ძალიან მძიმე ხელები აქვს ბიჭო. და ეს It's a ფიული kind of ხასიათი. magic. ელ რო ჩავუვარდი ესე ამწია. კი. ეს ჩემი კატის ნაშაა, რო იცოდეთ. ეს კატი. შენს კატას ეჭამს და დაიტოვებს. რა შეჭამს, შეჭამა 15 წლიისაა ეს უკვე დაბერდა, ჩემი კატა ახალგაზრდაა. ზვიად ისე მე არ ვიცი ძმაო, მერაბი ალბათ ჩვენ პოდკასტს არ უყურებს და როგორც ჩემი ძმა გადაეცი რომ მასთანა ვარ თლიანი სულით და გულით Fight Hop პოდკასტი. მე რომი და ყველა Fight Hoperi რა. ბიჭო, მთელი Fight Hop-დან მთელი საქართველოს და მე რომი და მთელი Fight Hoperi, მთელი საქართველოს თქვენთან ვართ რა. ამ წუთას მერაბთან ვისაც რაწყენა არ უნდა კონდეს საქართველოში, ამ წუთას მერაბს ესეთი ჩხუბი აქვს, მერაბზე არ ბალეშიკობა არა მართალი საქციელი რა. ეგრეა ნამდვილად. და ერთად უნდა უგულშემატკივრა მე რაღაცა კომენტარების ვნახე ზოგს არ მოწონს რაღაცები არ აქვს მნიშვნელობა. აი ხა ეს ესეთი ჩხუბია. ეს ძალიან ბევრ რაღაცას განსაზღვრავს სხვა მებრძოლებისთვის მომავალში, ქართველებისთვის. ფაქტიურად ქვეყნის მომავალი ამ სპორტში ქვეყნის მომავალი წყდება აქა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბრძოლას და ეს მარტო მერაბის ბრძოლა არა, ეს ყველას ჩვენი ბრძოლაა ჩათვალე რა. ის მოკლი მაგარი ჩხუბი იქნება ძალიან. მაგრამ ისე რო შეხედო რა მაგარი რაღაცაა რომ ფაქტობრივად ერთი რეგიონია რა მე 4 ადამიანი ჩხუბობს ხამარზე ერთი რეგიონი და კავკასიიდან და ვახლა მაგალითად სპორტი რო დავიწყეთ მაშინ არავის არც კი წარმოგვედგინა ეგ და დღეს უკვე ფაქტობრივად კავკასია ლიდერობს ჭალებში რა და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე იმენა ლიდერი იქნება კავკასია UFC-ში. შენად რა სამწუხაროდ არ მოწონს UFC-ს და არც მოეწონებ. არ მოეწონებ და ფათაშორის ემი კაპლანს ექცევა მაგრიალობას. ხო, ემი კაპლანთან მქონდა მიმოწერა იმ დღეს რა და გეთანხმებიო, მაგრამ ნუ აზრი არა აქვს, არავის არ აინტერესებსო ეგო რა. ეგ თემაო, ზუსტად ეგ უთხარი რა, რომ მეთქი ორი კამარა კავკასიელი ნამდვილი მექა. ჩხუბის მეთქი რეალურად თუ გაინტერესებს კავკასია მეთქი და ინგლისურად მინდოდა რომ რაღაცა არ აინტერესებთ რა თვითონ ამერიკელებს ეს ეგ თემა რა. იმიტომ რომ არ ხდება ამის ჩვენგან. ეს ბოლოს არწმუნებული ვარ რომ მართლა მოიგებს მერაბი აი იღბალი თუ იქნება უმარის მხარეს ერთი ექტორე ჩემი prediction იქნება მაგ კუთხით რომ აი შეიძლება ორი რაუნდი ლევან მეთქი მერაბი მიცეს პირველი ორი რაუნდი შეიძლება წააგოს შეიძლება მაგრამ ხუთი რაუნდში უკვე განადგურებს მავრა აი განადგურებს როგორ მომენტი აი ისეთი ტემპია ბიჭო ისეთი ტემპი რომ შანსი არა ვერ გაუძლებს უმარი აი გამორიცხულია ძმა თან როგორი მომენტია იცი დაღესტანს უკვე თავი ქუჩი აქვს ე დაღესტანი უკვე დაიმკვიდრა დიდი ადგილი UFC-ში და კარგად არის ექნებიან ეგენი დაღესტანელი მებრძოლი ყოველთვის იქნება ყურადღების ქვეშ სადაც არ უნდა მივიდეს და ჩვენ კიდე მიუხედავად ამდენი ჩემპიონების და კონტენდერებისა მაინც ჯერ გვაკლია პატრონი არ ყავს ჯერ და ნელა კუსპრაბიჯებით მივიწევ მაგ კუთხით ახლა აი რა შემიძლია გითხრა იცი რასაც უყურებ რა დაღესტანიდან პირველი იყო ხაბიბი ვინც ასე ვთქვათ გაშალა ფრთები ხო მაგრამ თვითონ ხაბიბი ძმაო ისე უდგას გვერდში ამ დაღესტანელებს და იმენა წვეთში 20-30 კაცი არიან ხოლმე ერთად და ანუ სერიოზული გუნდია ერთად შეკრული და აი ერთმანეთს ეხმარებენ ანუ გუნდია რა გუნდურად მუშაობ ეს იყო რაგიდან საქართველოსაც გავიგე რა შენ ჩვენ ეგრე არ ვართ მე შენ ლევან ეგრე არ ვართ ბიჭო კი მაგრამ სად 3 კაცი რო ხარ და სად 30 კაცი ხო 3 კაცი ეხა ბოლო ჩხუბზე
რამდენი კაცი ვიყავით და ყველა მე შეხედე მე რას ვიძახი აქ 30 კაცია და 30 არის მოჩხუბარი. ვიცი ანუ პროფესიონალურად ყველაფერს პროფესიონალურად უდგებიან რა. მივიდეთ მაგამდე სისტემურად ნელ ეხა ვიწყებთ ეხა მაგის მინდა რომ დაუშვათ გამოჩნდება ასე ვთქვათ ლიდერი ვინმე ისეთი ვისაც აქვს ის საშუალება რომ ეგ შეკრას. მე იყავი რა ძალიან იქნება. ლიდერი ხარ შენ. ბიჭო მე არ მაქვს ახლა მაგის არც საშუალება და არც სიტუაცია და მომისმინე არავის ვერ გაიგებ რა. ადამიანი ვისაც უნდა ლიდერობა ის ლიდერად არ ვარგა. შენ ლიდერობა არა შენ ვერ გაიგებ მე რას ვიძახ. მესმის მე რასაც მე ვიძახ იმას რომ ბიჭო ჯერეთი შენ მოგწონს არ მოგეხოიცმე როგორ ტიპი ვარ. რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ რა. ანუ არ მაინტერესებს პოპულარული აზრი და ასე შემდეგ. ფაქტი ისაა რომ საქართველოს ერთობა აკლია და გვაკლია სამწუხაროდ. არა კაცო მაგრამ რაღაცა ისეთი კრიტიკული სიტუაცია რა არ ვერთიანდება. ხშირია შუღლი, შური და ასე შემდეგ. ხო და ანუ ეგ უნდა გამოსწორდეს რა. არ ვარ ეგრე უყურე. ბიჭო მე და შენზე არ მაქვს საუბარი ზოგადად საუბარი. მე და შენზე ლაპარაკი. აიგე მე დაღესტანელებს არ ვიცნობ ზმაო. შეიძლება დაღესტანელებს ეგრე არიან, არ ვიცი მე. არ მაინტერესებს პაპალშომ. სხვა რაღაცას გეუნები. მე გიცნობ შენ. შენ ხარ ჩემი ძმა. მე ვიცნობ ლევანს, ლევანია ჩემი ძმა. ლევანი როგორი ტიპია კი იცი შენ. თავზე თუ არ დაასაქმა ვიღაცამ და მაგარი შეურაცხყოფა არ მიაყენა, ცუც არ იტყვის ადამიანს. ესე ხარ შენც. რაღაცა რომ მაინტერესებს რაღაცა ისეთი აზრი, საღი აზრი ვინმესი და ისა, როცა ძალიან ემოციურად შენთან მოვდივარ, შენ გეკითხები, იმიტომ რომ მე გიჟი ვარ ზოგჯერ. და რაღაცა შეიძლება სისულელებ თქვა ან გავაკეთო მომენტ შეიძლება ჭკვიანური თქვა, იცი ეგ შენ. მაგრამ მე მჯერა თქვენი მწამს, თქვენ ჩემი გწამთ, ერთმანეთის გწამს, გაიგე ჩვენ შეგვიძლია გვაქვს ამის უფლება საშუალება, ესეთი ფუნდამენტია, რომ ამაზე დავაშენოთ და მე არ მინდა მაგაცე, კი, ეგ მაგარი მაგალითია და მაგრა მე ვასწევარ რომ უყურებ და საღოლ მაგარია საამაყოა ეგ, მაგრამ მე თქვენ რო ეგეთები ხართ, ეგ უფრო მისწორდება და მჯერა რომ ამაზე შეიძლება ზემოდან კიდეც ხასრათ. მაგას ვიძახ ზუსტად რომ განუფრო გაიზარდოს უნდა წრე და უფრო დიდი გახდეს. ახლა აქაც რო უყურებ მერავის ცდილობს რომ ანუ დაეხმაროს ყველას და გაიზრდება. წრე შეკრას რა. ხო და თავარია რომ გაიზარდოს. ხოლმე არის რომ ისიც არ დაგავიწყდეს ზიკო რომ ჩვენ ზუსტად დაღესტანელები ვერ ვიქნებით. ესენი დაღესტანელები არიან, ჩვენ ქართველები ვართ. ქართველებს უფრო ცოტა სხვა ბუნება გვაქვს. მომწონს ეს წამი. დაღესტანელებს არ ვედრებით რა, მე ერთობა არის ერთობა, ერთგულება არის ერთგულება. დაღესტანელი ხარ, ქართველი ხარ თუ რუსი ხარ თუ ვინ ხარ მნიშვნელობა არ აქვს. კი, ბაზარია. ვიძახ იმას რომ ერთმანეთს უნდა დაუდგეთ გვერდით და რაც უფრო მეტი ქართველი და ისეთი კარგი სპორტსმენი ერთად იქნება, მე თვითონ ხა ამინანი მაგალითად როცა მოვიდა აქ, ისეთი მაგარი ბიჭა კი ვიცნობდი ხაქამდე, მაგრამ ეხა ყოველდღიური შეხება რო გვაქვს, რო დავახლოვთ, რო დამეგობროთ, აი ძალიან მომაწონა თავი რა, ანუ ძალიან მაგარი ბიჭია და ბევრი ესეთი ქართველი რო ჩამოვიდეს კიდე ან საქართველოშიც რო შეიკრას ეგრე. ხო ხტები ძალიან მაგარი იქნება. ხშირად მესმის სამწუხაროდ რომ პატარა ქვეყანა ვართ და ანუ ხო ხტები ამ პატარა ქალაქში, პატარა ქვეყანაში ერთმანეთში რაღაც თანხმოებები არის ხშირად რა ამ MMA სამყაროში და არ შეიძლება რა, იმიტომ რომ MMA ისეთი რაღაცაა რომ კი რაღაც სახის ასე ვთქვათ აეკრობა უნდა იყოს, რომ გაიზარდოს, დონე აიწიოს, მაგრამ დიდი სურათი უნდა იყოს საქართველოს გარეთ. ხტები და საქართველოში ვისაც აქვს იმის საშუალება რომ ბიჭებს ტრენერები ჩამოუყვანონ, უფრო კაი პირობები შექმნან, უნდა გააკეთონ რა მარტო ერთ გუნდზე არ უნდა იყოს კონცენტრაცია აკეთებული. ხო ხტები რა გულისხმობ. ანუ ვისაც აქვს იმის საშუალება და პირობები რომ დაეხმაროს მთელ ქართულ MMA-ს, ვინც საქართველოშია, ანუ უფრო დიდ სურათზე უნდა იფიქროს რა, ანუ მარტო მის გუნდზე და მის თავზე და მის ჯიბეზე არ უნდა იყურებოდეს რა. უნდა იყო ეგეთი. და ზოგადად ადამიანი უნდა იყო ეგეთი, ხო? ადამიანი თუ არ ეგეთი, ვერც MMA-ში იქნები ეგეთი და ვერც პურის ჭამაში და ვერა. ზოგადად სპორტში, საქართველოს სპორტშიც ხშირად სვენია რა, ჭიდაობაშიც თუნდაც სხვადასხვა აი ბოქსშიც, კიკბოქსინგს რა მიკერძოება, ნეპოტიზმი, ისინი ხშირია და ანუ არ უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ეს ქვეყნის აი რა დაღესტანის მაგალითად რატომ მოვიყვანე რა? არა აქვს ეგ რაღაც, ვინც თუ გავიცანი ძმაო ყველა. შენ რა. ყველა ეგრე ბიჭო ვისაც ბევრს ვიცნობ ხა
და ანუ არავისთან თუ სადმე ერთად იჩნდებიან, ყოველთვის ერთმანეთს ეხმარებიან ერთმანეთში. ისინი უკვე ბევრს გვიცნობენ ჩვენ და რა აქვს ცუდი საქმე ჩვენ. ბიჭო, შენ ან ვერ იგებ რას გეუბნები. ან არ გინდა რომ გაიგო რასაც ვამბობ და ახლა რაფერს მინდა ისე გადათარგმნე. უკვე რას გეუბნები? მე კი არ ვედრეები ბიჭო ვინმეს, კი არ ვედრეები, მე ვიძახი იმას რომ გვაქვს რაღაც მინუსები და ის მინუსებზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ. იმათაც არის. კი, იმათ აქვს თავისი მინუსები, ჩვენი მინუსები, მაგრამ რაც კარგი აქვს, იმას ვხედავ და მინდა რომ ჩემთანაც ეგრე იყოს. ხოლო მე გეუბნები ჩვენ რა ყო კარგი, იგე? ჩემთვის ყველაზე კარგი რაც მომხდარა ამ სპორტში არის შენი და ლევან ჩოხელის გაცნობა და აქედან მე სანდრო გაგაცანით და სანდრო ჩვენი ძმა გახდა და მე ლევანმა ბექა გამაცნო და ბექა ჩვენი ძმა გახდა და ასე შემდეგ. სხვა თემაზე გადადიხარ ვაფშე რომ არა, არ გადავდივარ სხვა თემაზე. Don't fucking forget what made that possible right here. პატარა ასპექტია მე საუბრობ ზოგადად. ბიჭო, გაიზრდება, აი ნახავ 2 წელი, 3 წელი რამხელა ის ვიქნებით, აი ნახავ, თუ გავაგზავნებ. მე ერთით, მაგრამ ეგრეც უნდა გაიზარდოს და მე ერთმა ქნას რომ ეგრე იყოს. იმიტომ რომ ისეთი პოტენციალი გვაქვს დაგესტანს და რუსეთს არ დაესიზმრება ძმა. საქართველოში Somebody gonna let me say a fucking word here or what, man? აი თქვი, რა გინდა ქართული ამინა დაიქოქა რა, მატორი რა. ბიჭო, რა მაინტერესებს შენ არ გაგანახი ხოლმე. მე და ეს რო ჩავირთვებით. რა მაინტერესებს იცი რომ ანუ ხშირად არა, მაგრამ ხდება ხოლმე ხანდახან რომ ბრძოლის მერე კიდე გრძელდება ის ანემოსიტი და ის ჰეითი რა, ანუ ბრძოლის მერე რო გაგრძელდება და რა თქმა უნდა ძირითადად ისე არის რომ ბრძოლის მერე ხელს არ თმევენ ერთმანეთს, ეხუტებიან და ყველაფერი მორჩენილია რა, მაგრამ ამ ბრძოლაზე ისეთი ჩემი და შენი ურთიერთობა რომ ავსახოთ ფირზე ზიკო და გავყიდოთ სერიალად გავაკეთებთ ფულს ვითო. This guy is so fucking disrespectful, bro. I'm gonna mute this guy. Go ahead, brother. ხოდა, ნუ ეხა რას ფიქრობ, რომ აი მე რო ნახე, მე რა ბისაუბარი ისე თქვა რომ ნახე ბევრი ძალიან ბევრი უსამართლობაა მერაბის წინააღმდეგ რა და მერაბის ადგილზე ბევრი გაბრაზდებოდა და შეიძლება უარესად მოქცეულიყვნენ რა. მართლა ჩუქეს უმარს ეს შანსი. იმიტომ რომ ახლა ბევრი ისეთი დეტალებია რაც ახლა აზრი არ აქვს რა მაგას ლაპარაკს იყო. Просто ის უმარი რო იძახს რომ არაფერი ცუდი არ მithქვავს, არაფერი disrespectful არ გამიკეთებიაო, ეგეც წვილია რა. რო შეხვიდე თავის Twitter-ზე, რაღაცეებს დებდა რომ ვითომ მერაბის ეშინია ჩხუბი და ანუ არ უნდა არიდებს თავს და რაღაცეები და ნუ ეგ ახლა რატომ უნდა თქვა ჩემპიონზე, რომელსაც არასდროს უარი ჩხუბზე არ უთქვავს. UFC ვერ იტყვის მერაბზე რომ რამე ჩხუბი შესთავაზეს და მერაბი უარი თქვა ჩხუბზე. აი ეს შემთხვევა არ ყოფილა რა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა იანის ჩხუბის შემდეგ შესთავაზეს ეგრევე თუ არ ვცდები 6 კვირაში უმარი, როცა უმარი იყო მე-12 ნომერი და მერაბი იყო მეორე ნომერი. ხო და ჯერ რატომ უნდა დათანხმებოდა მაგ ბრძოლას, ანუ უკან უნდა წასულიყო, ხო ასე გამოდის. მეორე ნომერი ხარ, კაცმა კამარზე უნდა იჩხუბო და უცებ მე-12 ნომერს თავაზობენ რა. ხო და ისა თან კაი სოლიდური თანხაც შესთავაზეს რომ ეჩხუბო და მერაბი უთხრა, ანუ მე არ მაქვს პრობლემაო რა ჩხუბს. მაგრამ არა სამართლიანი და 100%-იანი. კამარზე უნდა ეჩხუბა კაც 4 ჩემპიონი ყავდა დამარცხებული. ხო და ის არაკეთან, ამ ყველაფერთან ერთად იანთან იჩხუბა მოტეხილი ხელით. საოპერაციო ხელით იჩხუბა. და ამაზე ეუბნებოდნენ რომ ისო მე რაო შენ მაინც მოუგებო მაგ ხელით თუ იჩხუბეოდი დიახ, მაგრამ არაფერი არა. წარმოიდგინე რა. და მე ეგრევე უმარს აძლევენ სანჰაგენს. სტილისტურად ახლა სანჰაგენი ძალიან კაი მოწინააღმდეგეა. და ამ ყველაფრის მე ეს კიდე ლაპარაკობს რაღაცეებს რა. კიდე იძახის რომ ეშინიაო, ჩემთან ჩხუბიო, არ გამოდისო. თან არ უნდა დაგვაიყვეს ის ფაქტიც რომ მერაბმა პირველი გამოიწვია უმარი. როცა უმარი გადმოვიდა UFC-ში. ბლოგიანო აქ დამიწყებ რაღაცეებს რა. როგორ? და როგორ? ეხლა რა დაღესტანელები უფრო მაგრები არიან, ვიდრე ქართველები ვარ თქვი?
ბიჭო, კიდევ ხე გიმეორებ შენ ზანიათ გადათარგმნე შენი პრობლემა. ეგეთ რაღაცა არ მithქვს არც რომ ვინმე მაგარია ჩვენზე. ან ჩვენ ვართ განსაკუთრებულად ვინმეზე მაგარი. ყველგანა მაგარი და სუსტი და მაგარი ან ვეგ არაფროში არა. მე ვთქვი უბრალოდ რაც მომწონს. ბაზარი არა დაგესტანელებში ის რომ ყველანაირად ყველაფერში ერთმანეთს გვერდში ვდგანან და ერთად არიან ყველაფერში. გუნდაა შეკრული. უნდა ქართულს რა შენ ახლა იმას ვერ მეტყვი რომ ქართველები მენ ერთ გუნდად შეკრული ხალხი ვართ რა სამწუხაროდ არ ვარ. ყოველთვის არის რაღაცა თუნდაც დღეს რაც ხდება საქართველოში ერი არის გაყოფილი. ერთი იქეთ, ერთი აქეთ. ხო და ანუ ერთობა არაა რა. ბიჭო ზუია ანუ მე ვისურვებდი რომ იყოს. რისი ანუ ამ ბრძოლის შემდეგ შენი აზრით მორჩება ეს ბიფი რაც არის უმარის და მერაბის შორის თუ შეიძლება გაგრძელდეს რა აი მაინტერესებს. კი მორჩება იმიტომ რომ მერაბი დავაჭი. კაცებს პასუხს მოიფხანს გულს ხო და არაფერი არ იქნება იქ სალაპარაკო რა. გაიზრდება უმარი ხო და შენი ყურებით შენ ძმობას ვცორ მე ოფლი გამომივიდა არა და -15-ია ნიუ-იორკში სიმონ რა. რატო გამოგივიდა ოფლი? აბელველი კი სხვა. გამიცდი მე ეს რა ვიცი რა აგეთ კინოს რაღაც არ გაცივდე რა. არის დარდაში მაგას. ბიჭო ამით ხურდები ხოლმე რა ერთ საათი ბაიქს ვაკეთებ და მე მართალი ხარ და გეუბნები ძმაო მაგითო გეუბნები რომ შენ გააქვს იმის საშუალება ავტორიტეტი საკმარისი და ასე შემდეგ და ცოდნაც რომ ეგეთი რაღაცები საკუთარ თავზე აიღო გინდა თუ არ გინდა გაიგე? იმიტომ რომ არც პატრიოტიზმი გეშლება და სიყვარული ქვეყნის ზოგადად არტიკულაცია შეგიძლია საუბრის დროს განათლება გაქვს 9 დიპლომი გაქვს შეჩემა და ესა რა ქვია ჩხუბიც იცი და სახელიც გაქვს და ყველაფერი და სურვილიც გაქვს იმის რომ ადამიანებს დაეხმარო შენ რომ ადამიანებს ეხმარები რაც მე მინახავს იმდენი რა ვიცი მე არ მინახავს არავინ ვინმეს დახმარებოდეს თავის ირგვლივ რა და მაგიტო გეუბნები გაიგე იმის მაგირას რომ დამიჯდი აქ და მელაპარაკო დაღესტანელები რა მაგრები არიან ადექი და გააკეთე ის რაც გასაკეთებელია და იცი რომ სადაცაც როცა კაი საქმეს გააკეთებ მე შენს გვერდში ვიქნები სულ რომ ჩიკტაში ხოიც ერთხელ დარიკვებ ორეთ ისე რომ გადარია თავის დროზე ახლა მაგის არც რესურსი მაქვს არც საშუალება მაგრამ არა ეგო საბამავლოდ როცა მორჩები მე ჩემს სპორტს ყოველთვის გვერდში ვედგები ქართულ მებრძოლებს ქართულ მოჭუბრებს ისიც შევძლებ ყოველთვის დავეხმარე იმიტომ რა წვალებად ჩვენ გავიარეთ როცა ვიწყებდი ჩვენ ამ სპორტს ანუ ის არ უნდა გაიაროთ ქართველმა არც ერთმა სპორტსმენმა ვისაც სურვილი აქვს რომ დიდ არენაზე იჩხუბოს რა იმიტომ რომ დღესდღეობით მარტივი უფრო ბევრი რამე თავარია სურვილი ქონდეს და არ გაჩერდე ბოლომდე მიყვე ხო და ახლანდელი ახალ სპორტშია მომავალში უკვე ერთხელ მის საშუალება რომ დაეხმაროს ცოტას მე ცოტას მერაბი ცოტას ილია ლევანი ყველა ეს ლევანდელი მოჭუბრები ძალიან მაგარი მოჭუბრები არიან და ანუ ვისაც ვიცნობ აი ისმეტი და დადებით ისმეტი აფერი მინახავს და დარწმუნებული ვარ რომ ყველა ჩადებს თავის თან იმის უნდა ვიყოს რომ ვიღაცა კლიზმაც შეიძლება გაიჩითოს და იმას თავისნაირი დახვედრა ჭირდება მაგრამ უნდა კი სამწუხაროდ ეგრე უბრალოდ მაგ კლიზმაზე მაქვს საუბარი რა ხოლმე ეგეთი კლიზმები აფუჭებენ არემოს და ზუსტად მაგის ერთი კაცი აფუჭებს ბაზარი ერთი ვაშლი ალპოს თელ კალათას მაგრამ ადამიანები ვარ ჩვენ ვაშლები არ ვარ და უნდა მოვახერხოთ იმდენი რომ არ გაფუჭდეს საერთო სიტუაცია ერთი კაცის გამო რა ეხლა საქართველოს ეგრე ერთი კაცის გამო ხოცავს მთელი ერთმანეთს რა კი სამწუხაროდ ეგრე მაქსიმუმ ორი კაცის გამო ну ერთით მალე მშვიდობა იქნება რა საგვილაგდება ყველაფერი ქვეყანაში კი ბატონო კი ძმაო და მე მჯერა ჩვენი მჯერა მე ძმაო ჩვენ რო დავიწყეთ თავიდან გახსოვს 2020 წელი იყო რომ დავიწყეთ ურთიერთობა და ჭუბებს ერთად სიარული და მარტო მე შენ და ლევანი რო ვიყავი და გოგა რო ჩამოდიოდა მე და რაღაცა რომ მე უყურებდი და ვფიქრობდი მაგ დროს რომ აი ნახოთ აბა ეს როგორ გაგრძელდება თქო და არ იყო ეს ერთჯერადი მე მეორე ჭუბზეც იგივე ისევ ერთად წაგვიწია გულმა
მე ის მეორე და მესამე ჭუღი უფრო შორს იყო და იქაც წავედით ერთად წამოვედით ერთმანეს გვერდში დაუდექით მე თუ ბილეთის ფული არ მყოფნი და შენ დამიმატე იქ თუ ჰამბურგერის ფული არ მქონდა შენ მიყიდე მე იმას თუ არ მქონდა მე მივეცი რაღაცა და აი ესე და მე იმდენად გამისწორდა ეს ყველაფერი რომ დღეს უკვე ჩვევად გვაქვს ეს გამიგე მე რო არ მაქვს შენ გზნობ და მირეკავ და როგორ ხარო მეუნები იგივე არ იმას თუ არა გვინმე სხვას გოგას ლევანის რაღაცა შეიძლება გულმა მიგზნოს დაურეკო როგორ ხარ ამე ხო არ ჭირდება და ასე ვარ და ეს არის ჩემთვის ყველაფერი გამიგე ამაზე დიდი ბედნიერება მე ცხოვრებაში ჩემი ბავშვის დაბადების მერე არ გამიცდია და ამით ვამყოფ მე ამ ურთიერთობი და ჩემი საძმაკაცოთი და დიდი წმენა მაქვს მე ამისი რა ბიჭო ჩემს ბედნიერესაც გავიყობ ზვიად ერთ-ერთი მართლა ყველაზე ბედნიერი დღე მახსოვს შენი ამბავი რა რომ შენ რო გითხარი რომ გონი 3 თუ 5 დღე იყო ძალიან ცოტა იყო რომ ჩხუბობო UFC-შიო რა როგორ აი ეგეთი სიბედნიერე ძმაო რავი მინდა რომ ყველა მიგძნოს და გისურვებ მოკლე იყო მოკლე მაგრამ გავა მეორე რო კიდე გვაჩუქო ეგეთი სიბედნიერე და ღმერთმა გაჩუქო შენ ეგეთი ღმერთმა გისმინოს ძმაო შეუძლებელი აფერი არა და დავა ისე წავა რომ ერთხელ სპარინგის დროს რო გადავიყვანე პარტერში იმას არ მოყვება არაფრით ხო არა მე რა მოხდა რომ გადაიყვანე შენ თუ მაგას მოყვები მე იმას ცოტა ზოგადად კიკბოქსის სპარინგი იყო და პარტერში გადაყვანა არ შეიძლებოდა რა რაღაცა ხოლმე არ მახსოვს ეგ მაგრამ ბიჭო შენ არ გახსოვს და მე აუს არ დამოვიწყდება ძმაო ძალიან კაი ბიჭო ასეთი ამბები ბიჭო ჩემი შვილია ძალიან გადაობა შენ ძმობას ვიცავარ ისა გუშები ხო გვაქვს რა და პატარა რო იყო დარბაზში დამყავდა ხოლმე კლასებს რო ვატარებდი და აი გუშებს უბაგუნ ეხა ძმაო დილას რო იგუძებს ეგრევე ხელთათ მანეს თხოვს გამოდის თავის უტყავს იმ დღეს მეუღლე მეუბნება ანუ კარები გააღო თავისითო შევიდა გარაჟიო ხელთათ მანები გაიკეთავ და გუშას უბაგუნდა ბაბა ძალიან სასაცილოა ძალიან მოგადეოსიო ბიჭო თმები მოშრობულია ხო გძელი უხდება მაგრა ბიჭო იმ დღეს ლევანიც გარაჟში როგორ შევს ხოლმე ხო იცი ის რო არის ხელში რო იკავე ბურთი ისა საბურავის მაგვაერია პრესის ვარჯიში რო გააგო გამოაგო აი ყველაფერი მეორე ძმაო ეგეს დაიწია მაგას აკეთებდა რა წლის და 4 თვისაა ბიჭო წლის და 4 წლის ნახევრის პროსტიტუტი ბაუშვია ბიჭო კარჩე რაღაცას პირი მოდო რა და ისე მაგრა ჩაკვიჩა კბილები ამოიგდო კბილები არა აქვს კბილი ამოიგლიჯა ბიჭო ხელი ასე ჩაკვიჩა სათამაშო ამოიგლიჯა ხო მაგარი ბაუშვია ნახოთ ისა მონაცემები ჯერჯერობით ძალიან ისეთი სპორტული აქვს და ატლეტური რა ბიჭო აბუა მამაშენი ძალიან ჯანიანი კაცია მაგარი მოჭიდავეა დღემდე ჯანზია კაცია ამხნის კაცია შენ მაგარ ზვიადის დარბაზში ვარ პირველად მივედი სუსუპი ანუ ზვიადის ვიცნობდი შენახვედრი ვიყავი და ყველაფერი ჩემთან სახშიც იყო ნამყოფი რა ამის დარბაზში არ ვიყავი ნამყოფი რა და ჩავედით და მე და ლევანი ჩავედით ჩემი მანქანი მე ლევანი და სანდრიკა რა წლების წინ გეუბნები და ლევანი უნდა გაივლო შენთან მომზადება და ხესოსის ჭუბისთვის რა და ჩავედით და დაგვხვდა liami რა და ხა რა ვიცოდი მე liami ვინ იყო მაგდროს რა შევედით და მეთქი ჩვენ ესა ვართ Georgians were methki friends of Zico. Do you know Zico methki da? Of course I know Zico. He's the strongest man I've ever met. რა მეუბნება. ეგ არ დავისწრება არასდროს. ეგ ჩვენი გაცნობა იყო ჩემი და მაგის. liami. ეხა იჭყოს სხვა შორის ნოკაუტით მოიგო. აი საქვს ნოკაუტებს აკეთებს გრეპლერია და ჩვენ ბიჭია განათლებული. ჩვენ ბიჭი. ჩვენი ამდენს ნიშნავს რა. ზიკო დიდი მადლობა ახლა თქვენთან საუბარი ბიჭებო. ხო, ავედი ახლა. ნუ კაი საუბარი გამოგვივიდა პროდუქტიული ინფორმაციით სავსე. ჩვენი ენერგია, ჩვენი სიყვარული ძმობას გაფიცებ გადაეციმერავს რა და თქვენთან ვართ თლიანი სულით და გულით. ეპიზოდ 184 ერთადერთი ჩვენი ზვიად ლაზიშვილი, ნოსტალ გიორგი სართანია, რომეო 50 ცენტარაძე Fight Hop Podcast. დროებით გემშვიდობებით, მძგლებო. ბაჰე. დროებით, აბა კარგად.